გამარჯობათ ხალხო, მოგესალმებით საქართველოს დაბადების ახალი ფორმატიდან 9 წელი, თქვენ იცით რა ასეთი სახელწოდების პროექტია ახალი, რომელიც შეეხება ნაციონალური მოძრაობის პერიოდის მმართველობას, ძირითადად, თუმცა რასაკვირველია, ჩვენი სტუმრები მთხრობას როგორც წესი უფრო ადრიდან იწყებენ და შეიძლება ცოტა ბოლოს დაამთავრონ აზრი. ამიტომ მე ვაძლევ საშუალებას ჩემს სტუმრებს, რომ მათი ისტორია, მათ საიდანაც პროკომფორტულად მიაჩნიათ, იქიდან დაიწყონ, მაგრამ კონცენტრირებულად მაინც 9 წელზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის სახელითაა ცნობილი. ჩემი დღევანდელი სტუმარია ბატონი ვალერი გელაშვილი, 4 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. ბატონი ვალერი გახლავთ ბიზნესმენი, პოლიტიკოსი შესაბამისად. და მას ბევრნაირი თავგადასავალი გადახდენია ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს. არანაკლები მოქალაქეთა კავშირის დროსაც. არანაკლები მოქალაქეთა კავშირის დროსაც. ამიტომ მე დავიწყებ თხრობას ცოტა შორიდან. როგორ მოხვდით პოლიტიკაში ბიზნესმენი კაცი? მე ძირითადად 91 წლიდან ცხოვრობდი ლიტვაში და ოჯახი იყვავდა და მოქალაქეც ვიყავი, ლიტვის მოქალაქე. მე 97 წელიწადში მოქალაქეობა ჩავაბარე და ჩამოვედი მივიღე საქართველოს მოქალაქეობა და დავიწყე აქ ბიზნესი. ძირითადად ჩემი საქმიანობა იყო ტრანზიტული გადაზიდვა. მაშინ შევთავდი ყველას რომ მეთქი რომ ვიცოდი აქ რაც ხდებოდა, იმიტომ აქ კანონი არ კანონობდა და ყველას შევთავდი ძალონებს რომ ტრანზიტულ მიმოძრავი ტრანზიტულად მეთქი რომ აქ არაფერი ჩემიანებს არაფერი მოვიდოდი და შეთანხმებული ვიყავი და 2 წლის განმავლობაში ნორმალურად მუშაობდი. ეს შევარდნაძის დროა ჯერ. შევარდნაძის დროა. მაგრამ 99 წელს ქუთათელაძე მოვიდა თუ არა და შემომითვალა დამირეკეს ვილნიუსში 1.5 მილიონი მოიტანა. მეთქი რაზე მივიტანა ვერ გავიგე მოიტანა რა ის ხო არა. ჩამოვედი მე თებერვლისთვე იყო და სიომანოზაძე იყო მაშინ მოადგილე და სიომანოზაძე იყო ჩვენი შუამოყვა. და მე მიყვანა ქუთათელაძის კაბინეტში. ხო და იქ ორჯერ შემოგვითვალეთ არ მოიტანეთო. ხო და მე ვთხარი რაზე უნდა მომეტანა მეთქი მითხარი მეთქი მიზეზი და კი თუ რამე დავაშავეთ და აუ მე მინისტრიო ასე ისე და მე ვთხარი წადი მეთქი და კაბინეტი მოუჭახუნა გამოვედი და ეგრევე დარჩა. და იმ შეგი წავიდა მე ბიძაშვილი დამიჭირეს, ბიძა ჩემი გაიტაცეს. ეს შევარდნაძის დრო. შევარდნაძის დრო. და გაჭედილი ვიყავი, უკან წავიდე, ნაციონალურ ჩებოდა და ვიკითხე და საპარლამენტო არჩევნები მოდიოდა. მე ვთხარი აბა შევალ პარლამენტში მეთქი და იქიდან მაინც ვებრძოლები, თო არავინ მყავდა გვერდზე. მოდი და ავდექი ხაშურში ვიყარე განჭი და შევედი პარლამენტში. ამ უბედროვიდან გამომდინარე. საინტერესო რამე თქვით, რომ მე ამას ესე ვერ გავატარებ, უნდა ჩაგეკითხოთ. ერთი არჩევნები როგორ მოიგეთ ეს კი მაინტერესებს, მაგრამ მანამდე საინტერესო რაღაცა თქვით, რომ მანამდე პოლიციელებს შევთანხმდიო, რომ 2 წელი ვივლიდიო იქით-აქითო ისევ რომ ეს რა ტიპის შეთანხმება, ეს შეთანხმება როგორ ხდება? ეს არის ქართულ კაცურ ჯიგრულ ამბავში თუ ეს არის ესეთი რომ სხვა ტარიფია, მაგრამ გადასახდელია. ლიტვაშიც ხდებოდა და ყველგან ხდებოდა, იმიტომ გარდამავალ პერიოდში ყველა ქვეყანაში ხდება ესეთი რაღაცები. მე ახლა ლიტვაში ხდებოდა 90-იანში, მაგრამ მე ეს გარდამავალი პერიოდი ლიტვა მალე გაიარა და ესეთი რაღაცები აღარ ხდება იქ. მაგრამ აქ გარდამავალი პერიოდი კი არ არის მე გარდამავალი პერიოდი. უფრო დაბლა მიდივარ და უფრო უარესობისკენ მიდივარ. და ამიტომ მე ვიცოდი რომ შევთანხმებულად ვერ მუშაობდი ახლა, იმიტომ როდესაც საბაჟო ტერმინალს ახსნე, იქ სხვა დონის ბიზნესია და იქ თამბაქო, ალკოჰოლია, ძირითადად რუსეთის ბაზარია და ამიტომ წინასწარ შევთავდი, შევხვდი მოსკოვში ყველას, ჩამოვიყვანე წარმომადგენლები და მე ვთხარი ჩამოვალ დავიწყე მოძრაობას, მაგრამ თუ არ იქნება ზედმეტობა ჩემს მიმართ მეთქი რა. და შევთავდით ყველაფერზე და ნორმალურად არაფერი ბიზნესი ესეთი ტიპის შეთანხმება რამდენი პროცენტი ჯდებოდა მოგების დაახლოებით? არაფერი 10%-იც არის. პროცენტი. და ეს ზომიერად ის იყო არ იყო ისე რომ მაგრამ მე ვადგენდი იმს, არ ისინი ვერ მიდგენ. მე ვთხარი მე როგორც ბიზნესიდან გამომდინარე ისე გადავიხდი და წამოვა ჩემს მიმართ ისეთი რაღაც ზედმეტობა მეთქი, ჩერდები მეთქი. მე წინასწარ ვთქვა ჟოსკად ვთქვა. ამიტომ არაფერი ისეთი იყო, ეს მისაღები იყო ახლა იქ სამინისტროს რაციები ჭირდებოდა, იმას ყიდულობდი, რეტრანსლატორის არ ქონდათ მაშინ. ყიდულობდი მე ესეთ აპარატურას და ოფიციალურად ვაძლევდი ხოლმე, იმიტომ მაშინ ჭირდებოდა ქვეყანას. მე თვლი რომ არაფერი ქონდათ. და მე ახლა მოტოროლოს რაციას რო ვყიდი ახლა შვებას და იმას ახლა ეს ხო პლუსია ახლა ჩემს მხრიდან და даже ოფიციალურად მადლობის წერილს კი დავაწერინე რომ მადლობთ კომპანიას რომ ჩვენ შეგვიძინა და გადმოგცო.
და არჩევნები პოლიტიკურ ცხოვრებაში მოსვლა როგორი იყო 90-იან წლებში ბიზნესმენი კაცისთვის? არაფერი. თქვენ როგორ მიხვდით რა უნდა გაგეკეთებინათ პარლამენტში მოსახვედრად? რაღაცა რომ მოხდა პირადად ჩემს ოჯახში და წევკებული ყავს ოჯახი ბიზნესში გატაცებულია ცხინვალში ყავ და იქიდან მithვლიან 10 მილიონი გადაიხადე 8 მილიონი 2 მილიონი გადაიხადე მთელი შავი სამყარო ერება მირეკავენ ვალერა ხوارჩავერიოთ მთელი ისე აწევკებული და თქვენ ფიქრობთ თბილისიდან იყო ეს მართული? კი, თბილისიდან იყო გაკეთებული პროცედურას ხო უყურებდი როგორ ხდებოდა ხა მე უცხო ქვეყანაში ვცხოვრობდი და ეს სპეცსახურიდან გამოცდილება მქონდა ყველანაირი მე ახლა ვილნიუსში 90-იანში 12 კაციანი დაცვა მყავდა. სუდაპირისპირებელი იყო ქურდულ სამყაროსთანაც და ქუჩის ბიჭებთანაც. და ბრძოლა მიწედა ყოველთვის და ამ ბრძოლაში გამოცდილებას იღებ წლების მანძილზე. მithumetos მე 92 წლიდან ჯარის გულისთვის მე ასობიაძენმა გამასამართლა ლიტვაში. და არჩევნების პროცესი როგორ გახსოვთ 90-იან წლებში როგორ ტარდებოდა ხაშურში არჩევნები? სხვათა შორის მაშინ იყვნენ აი როგორ გითხრა ალალი ხალხი იყვნენ. იმ პერიოდში ხალხი არ იყო ამ მდგომარეობდა რაც დღესდღეობაში. იმიტომ იქ მთელი ხაშური რაიკონის დივანი იყრიდა კრინს მოქალაქეები. 18500 ხმა დავიფიქსირეს მის და 6500 ხმა იმას. ისე მოუგე. გამწარებული გამოვარდა და გამოიქცა ხაშური. ისე მოუგე რომ გაუგნებული. თქვენ მაშინ ვინ გიჭერდათ ხარს აი ამ პოლიტიკური სპექტრიდან? არა, მარტო ვიყავ ფიზიკური ვალერი გელაშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი, მე და ხაშური ვიყავით. ხო, მაგრამ აი შევარდნაძე თუ მოწინააღმდეგეს ეხმარებოდა, შესაძლებელი იყო იმ პერიოდში ასე განადგურებული იყო შევარდნაძის მოწინააღმდეგე, ესე რომ ვთქვათ, მაჟორიტარულ არჩევნებში. მქონდა ისეთი ძალა რომ კი, იმიტომ წინა წლებში ეკლესია გავხსენი კვირაცხოვლის ზმან სურამის თაზე ჩამოსული ყავით თვითმფრინავით, კერძო თვითმფრინავით, ჩემი სამეგობრო, მაინც ის მთელი ხაშულები ჩემთან მუშაობდნენ, ლიტვაში ხო ტერმინალები მქონდა მე, იქ იყვნენ მთელი ხაშური ჩემთან იყო, ბიჭები ჩემთან მუშაობდნენ, მე ვამუშავებდი. და მთელი ხაშური მიცნობ და ამიტომ მე ხაშური არ მიმიტოვები. მithumetos მე 14 წელს ხაშურიდან წავედი, მე ხაშური არ მიმიტოვებია, სულ მქონდა მომდევნო კონტაქტი. და ჩემთან იყვნენ ყველანი ვილნიუსში. ამიტომ მე ხაშურში რეკლამა არ ჭირდებოდა არაფერი. მე რაღაც ციგნები დავაბეჭდი, მზითვის ციგნები დავარიგე სკოლებში 96 წელსში. ვეხმარებოდი, რაღაცას ვაკეთებდი და არ ამჭირდებოდა არაფერი. მithumetos იმ წელიწადში დაჟე აი თანხა 30000 დოლარს კი არ დამეხარჯა იმ არჩევნებში. 30000 დოლარს კი არ დამეხარჯა. ისე მოვიგე. პარლამენტში რა დაგხვდათ? აი მე გეტყვით ჩემს გამოცდილებას. მე რო შევედი პარლამენტში, აი ეგეთი განცდა მქონდა, რომ პირველ კურსზე რო უნივერსიტეტში რო შევედით და ყველა რო თავის დამტკიცებას ცდილობს, რაღაცა ხალხი ერთმანეთს იცნობს, რაღაცა დაახლოებით აი ესეთი ჯგუფ-ჯგუფად მე რო აგდება ჯგუფ-ჯგუფად ხალხი, ესეთი განცდა დამრჩა, რომ პირველი დღე ჩემთან იყო ისეთი, რომ გამახსენდა, რომ პირველ კურსზე რო ჩავაბარე უნივერსიტეტში. მე ძირითადად ვიჯექი მრეწველებში, გოგი თოფაძე, თხემალაძე და ჩემ გვერდზე იჯდა ირაკლი ბათიაშვილი მოხვდა და ირაკლისთან მეგობრობდი და დავმეგობრობდი მე და ირაკლი ბათიაშვილი. დღეს კიდე საერთო შვილი ყავს მე და ირაკლის. აჰა. და ეს ბიზნესისგან რითი განსხვავდებოდა? რაში ატყვეთ 90-იანი წლების ბიზნესისგან 90-იანი წლების პარლამენტი და პოლიტიკა? ბიზნესი კეთდებოდა. აი ეს როგორ კეთდებოდა? რა იყო საერთო ბიზნეს საქმიანობას, რაც 90-იან წლებში ხდებოდა და საპარლამენტო საქმიანობას შორის? რისთვის შედიოდნენ ბიზნესმენები? თქვენ შეხვედით თქვენი ინდივიდუალური ისტორიით, რომ ოჯახი შეგეხნენ რაღაცა. სხვები როგორ შედიოდნენ? ბევრი ბიზნესმენი იქ ვინც იყო ხო, ის ხანდახან ხოლმე ხუმრობით ხოლმე და თავის დანჩოქს აპრიალებდა ხოლმე, აბარ გადაბარჩინო, რა გითხრათ. და რეალური იყო ეს რომ გადაბარჩინათ? და რაში გამოიხატებოდა? არა, მე რაში გადაბარჩინა, მე უბრალოდ ბრძოლის უნდა მქონდა პირველი განცხადება მე 20 დეკემბერს გავაკეთე ქუთათელაძეზე, რომ მარაძიური მინისტრი ყავთ მეთი, რომელიც ყაჩაღურად იქცევა მეთქი რა. და თქვით მოყევით ეს თქვენ რაც დღეს მოყევით ეს ამბავი, მაშინაც მოყევით პარლამენტში? პარლამენტში კი არ მოყევ, მაგრამ ზოგადად თქვი ახლა მოყოლოს ხარ დავიწყე, მაგრამ მაშინ მithumetos ლევან თედიაშვილი ცოცხალი იყო და პარლამენტის წევრი იყო და პირველად მიშას ამქონდა მაშინ შეხება. რომ მეთქი უმრავლესი ლიდერი იყო და მე ვთხარი ლევან მეთქი წამოდი ლევან იმასთან მივიდოთ მიშა სააკაშვილთან უმრავლესი ლიდერიაო და უთხრათ რა. ხო და მივედი თუ არა მიშასთან და ეგ რა ვიცი შენ ანუ გზარ შევარდნას ხარ დაპირისპირებული და ამ საქმეში მე ვერ ჩავერევი. პირველი მისი მიშას სიტყვა. ნუ გზარ შევარდნაზესთან რატო იყავით დაპირისპირებული? იმიტომ ძირითადად სპირტის ბიზნესი მასე იყო.
მას უნდა და როგორ იყო როცა ჩამოვიდა დავიწყეთ მუშაობა, რო წავიდა დიდი 4 კომპანია იყო ძირითადში და შემომითვალეს რა, ნუგზარ შევარდნაძე შემომითვალა ერთ-ერთი სხვა მხრის წარმომადგენელია და ნუგზარ შევარდნაძეს ბიზნეს გადაკეთება უნდა საქართველოში. მეუთხარი მაშინ მე გადავკეთა რუსეთში მეთქი. და მე კავშირები მქონდა რუსეთში. მე გადავკეთა მეთქი და მე რა გამოვა მეთქი. გაბედოს ეს გავაკეთე მეთქი. შენიც რომ მე კონტაქტები მაქვს მეთქი და მე კარგიო და აბულაძესთან მაშინ სამართლის უფროსი იყო, იქ მოხდა საერთო შეხვედრა რა. ჩემი წარმომადგენლიც მივიდა რომ ფასები დავარეგლოთ რაღაც მოლაპარაკებას და გავუშვით ჩემი ხალხიც. მაგრამ მაშინ შუშროვის მინისტრი სხვა იყო. და შეცვალეს თორა მოიყვანეს ქუთათელაძე თავიანთი კაცი. ეგ იყო ნუგზარ შევარდნაძის მაშინ წამოვიდა ჩემზე ის ზეწოლა. აი პირობითად მე რომ ყოფილიყავი იმ პერიოდში ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ამ ბიზნესის დაწყება უნდა, სპირტის ბიზნესის გადატანა, რასაც თქვენ აქ. ვერ დაიწყო. ხო და აი რა შემიშლიდა ხელს? სად შევხვდებოდი პრობლემას? ყველა ნაბიჯს. ვინ შემიქმნიდა ქუჩა პრობლემას თუ შემიქმნიდა პოლიცია პრობლემას? ყველა შემიქმნიდა. ყველასთან მოგიწევდა დაპირისპირება. ყველა დონეს. და აი მაგალითად დალაგება რომ დომოდა როგორ უნდა დამალაგებინა? გამოცდილებთ. რამდენ კაცთან ლაგდებოდა დაახლოებით? რამდენ კაცთან იყო ასეთი ტიპის ბიზნესი დასალაგებლად? აი მანქანა რომ მიდის გზაზე, სადაც კი პრობლემა შეხვდება, იქ უნდა და. ხომ არა ყველგან ახლა რამდენ ადგილას გაიდგას, იმდენ ადგილას ხო არ ალაგებ ვიღაც გაიზოფროს და. ალბათ მე ეძებ უფრო მაღალ თანამდებობის პირს, ვინც რაღაც მონაკვეთაში კურირებს ამ თვითს და პასუხებელი. ეგრევე ვიქცეოდი მოსკოვიდანაც, მოსკოვში რო ლიტვიდან როზე, მთელი მოსკოვამდე გზაზე დალაგებული მქონდა ქუჩის ხალხთანაც. ანუ მაგათთან ცალკე ლაგდებოდა, აი წვრილფეხა პოლიციელთან. ხან ქუჩის ხალხი პოლიციას ესეთ მუშაობდა და ქუჩის ხალხს ვავალებდი, უფრო ვაჟკაცური ისინი რომ მოვილაპარაკებდი, ისინი ასრულებდნენ. ამ გზიდან, ამ ადგილიდან იმ ადგილამდე მიიღებ ამას და გადააბარე სხვას. და ეგრე ვალაგებდი, სხვანაირად არ მაშინ ბიზნესი არ აკეთდებოდა. საურთიერთობად რომელი ჯობდა, სისტემის ხალხი თუ ქუჩის ხალხი? საურთიერთო ქუჩის ხალხი უპასუხებლები არიან. ისინი იმ პერიოდში მithვეს. სააკაშვილზე თქვენ თვითონ თქვით რომ სააკაშვილი ამ დროს გავიცანიოდა, აი სააკაშვილისთან თქვენი გაცნობა და სანამ ჯერ კიდევ ოპოზიციაშია სააკაშვილი პირველ ვადაში თქვენი ურთიერთობა მაინტერესებს. პოზიციაში იყო მაშინ. ოპოზიციაში იყო? პოზიციაში ხო მაგას ვამბობ, ანუ სააკაშვილი ჯერ კიდე სანამ შევარდნაძისთან არის, ანუ აი იმ 99 2003 წლის პარლამენტში თქვენი და სააკაშვილის ურთიერთობა როგორ ვითარდებოდა? სააკაშვილი ვინ არის, ჟვანია ვინ არის ამ დროს? ბურჯანაძე ვინ არის? როგორ შემოდის ეს ხალხი შევარდნაძის ინფრასტრუქტურაში თქვენ? მე ჟვანიასთან ერთად მქონდა მიშასთან ეს პირველი კონტაქტი იყო და მეთქი ისახა მანამდე არაფერი ჩემი არ გამომიყატვია. ნუ უმრავლესობის ლიდერი ხარ გასამაგრა. მე რო წავიდა ოპოზიციაში, ხო დავინახე მისი ფიქსავატორი მოქმედებები მეთქე ნაგავი ხარ მეთქი რა. ეს როდის ამ პირველ ვადაში თუ მერენდელი შამბავია? ხო მაგან მე პირველ ვადაში დაიწყო უკვე. არა, თუ ეძახით თქვენს პირველ ვადაში პარლამენტში, სანამ მიშაც შევარდნაძესთან არის, სანამ შეჯგირ შევარდნაძის რეჟიმი არსებობს, თქვენ მიშასთან ცუდი ურთიერთობა არ ქონიათ? ეს პირველი ურთიერთობა იყო და მიშასთან ურთიერთობა მას არ აქვს ამიტომ. საერთოდ არ ქონიათ. არა, მაგრამ მეორედ მე ხო თავისუფალი ის იყავი დეპუტატი იყო და ერთი ბორჯომის დეპუტატი იყო ქარსელაძე რა. და მოვიდა და მითხრა ისო, ჟვანიამო შემოგითვალაო, ფრაქციაში შემოდიო. თორე ხაშურშიო პატარა ტრანსფერს გამოუშვებსო და ფული არ გექნება. ხო და მე ვთხარი. ეს ვინ გითხრათ? ქარსელაძე. მე ვთხარი ჯერა თხოვნით უნდა მოსულყავით მეთქი. მე ვისრათ უნდა ჟვანიას ისა 10000 ლარიანი ტრანსფერი მეთქი, კარგი მეთქი რა. მაგას რატომ მეუნე მეთქი. ჯერა მთხოვეთ მეთქი, იგი ადამიანურად. მოგთხოვავ რა, ესეთი სიტყვით მოვიდა. და მე ვთხარ წადი აქედან მეთქი, რას მეუნე. ისეთი ის ქონათ რა, ამბიციურები იყო. და მაგათანაც არ გამოგივიდათ შესაბამისად ურთიერთობა. ასეთი მიდგომით ახლა მე თავის პატარავიდან დავიბადე თავისუფალი დღესაც თავისუფალი ვარ.
ამიტომ მე ჩემთან ასეთი მოქმედება არ შეიძლება. და თქვენ თქვით რომ პარლამენტის მანდატიო მაგ დროს იცავდაო დეპუტატებს ასეთ ისო და თქვენ რაში შეატყვეთ რომ დაგიცვათ, იმიტომ რომ ჩვენს დროში მანდატი კი აქ ხალხს მაგრამ იჭერენ ციხეში, მაგრამ კი იცი. რა არიცი, მაინც შეგილო ვიღაცა შეგეცხვები და მაინც დეპუტატი იყო, იმიტომ ციხეში კიდე პარლამენტის წევრი ვიყავი, რო გავხდი იმ დღეს არჩევნების დღეს ბიზაჩემი დამიბრუნეს. კუჯო მოიყვანეს სახში. და ბიზაშვილი კიდე ციხეში იყო. და პრინციპში ხო უნდა გამომეყვანა. ამიტომ მიწევდა მაგ იმას რომ ვიღაცა კონტაქტები მაინც პარლამენტში ვიღაცას ნახავ რაღაცა რომ ოჯახი გამეთორე. პარლამენტში ყოფნა ჩემს აზრი არ აქვს. ამიტომ მე კარგი ბიზნესი მქონდა კონტაქტები და ლიტვაში მე პირველი დეკლარაცია დავწერე რომ პარლამენტში 16 მილიონი ნახევარი. ყველაზე დიდი დეკლარაცია მე მქონდა მართლა პარლამენტში. იმ მომენტში ხელისუფლების ვინც წარმომადგენლები 16 მილიონი ნახევარი მქონდა დაწერილი ოფიციალური დეკლარაცია. ჩემი ქონებრივი და ფინანსური. და ჟურნალისტები რომ მოვინე და პირველი ხარო ქვეყანაში რომ ესა დეკლარაცია ახლა ზერია მე ვთქარი. იცი რას გეტყვით მეთქი 999 ვარ ფინანსურად ამ ქვეყანაში მეთქი. ყველაზე პირველი ვარ მეთქი და ედუარდ შევარდაძე პირველი მეთქი. ვინა იყოს პირველი ფინანსურად ყველაზე კარგად მეთქი. შევარდნაძის გაცნობა მოახერხეთ ამ მოდაში. კი, მე ბიზაშვილი 2001 წელს ხوارჩენები იყო საპრეზიდენტოდ და ჩემი ბიზაშვილი ციხეში იყო მაშინ და გორში მოგვიწია საარჩევნოდ ერთად ყოფნა. და სადაც თქვენ შევარდნაძეს უჭერთ ამ დროს მხარს? ნუ ახლა დაგვირეკას და ახლა ხوار სხვა ვეთქოდი და ახლა მე ხო ვცდილობდი ჩემი ბიზაშვილი მიყავდა ციხიდან გამოსაყვანად და ახლა რა გამეკეთებინა. ხო და იქ შეხვედრაზე რო ვიყავით შევარდნაძე იყო პირველი და ჩემ წინიჭ და მე უკან მიჯექი რომ გამოსვლა ქონდა მაშინ შევარდნაძე ის სუფრა გაშალა მე გუბერნატორმა და იქ უთხარი პიშ ბატონო პრეზიდენტო მეთქი თქვენთან შეხვედრა მინდა მეთქი რა 5 წუთიან ლაპარაკი მინდა მეთქი რომ კონტაქტი დავლაპარაკო ნუ მიხვდა რა საქმეზეც ძალიან კარგად იცოდა აქაო თუ ისა კანცელარიაში და ისე ჩავარდი ხელმძღვანელს როგორც გადაწყვეტა ბატონო პრეზიდენტო მეთქი და ვინც ხო ბახტაძე იყო თუ რა წარმომადგენელი თუ ხატიძე იყო ისა შეხვედრა იმასკენია რა და თელი კანცელარია იყო დაბლოკილი იყო იქ ჩემი შესწავლე ხარ შევიდოდი იცოდა რაზეც უნდა მელაპარაკო უშუალოდ მინისტრზე უნდა გელაპარაკოთ მეთქი უთხარი და თელი კანცელარია დაბლოკილი იყო რა რომ გელაშვილი როგორ იქ არ უნდა მოხდარიყო და მოხდით მე თუ არ მოხდით ანუ ვერ უთხარით შევარდნაძეს ეს თქვაც გინდოდათ? ნუ რა არის ახლა პრეზიდენტია და უთხარი როგორც გადაწყვეტ მეთქი ან აქ დამელაპარაკებით ან თვითონ შემომთავაზა თუ გინდა კანცელარიაში ნუ უთხარი კარგი ბატონო პრეზიდენტ კანცელარიაში და თავარია მომიცილა და მე აღარ მივიღო და პარლამენტში არ დადიოდა იმ დროს შევარდნაძე? მოდიოდა მაგრამ ჩემ ახლა ოფიციალურად ერთჯერ ახლა მე არა ვარ ესეთი ადამიანი რომ ყოველთვის გამოხვიდე მიკროფონთან იგდგე და ჩემი სამაკ და ერთჯერ გამოვედა როცა გამოსვლა დავაპირის ჟვანიამ სამჯერ გამაჩერა. სულაც ნერვულობდი უკვე. იცოდა ჟვანიამ რაზეც უნდა მელაპარაკო. და გამაჩერა. აქ ამოდიო იმაზე მიკროფონზე იქ ტრიბუნაზე. იქ როვედი რო უთხარი რო თქვი რაღაც წავიკითხე ამ ქუთათელაძეზე ეს როგორ შეიძლება მინისტრი ასეთი დამოკიდებულება ყველაფრის გამიტიშა და ბატონო ვალერი თქვენ ამ ტრიბუნის გამოყენება პირად ეკონომიკურ პრობლემაზე არ შეიძლება მიუღებელია. და მე უბრუნდი მე და მიკროფონი გათიშულია, ვერაფერს ვერ გასცემ. მე ვთხარი ეს ქუთათელაძე ჩემი პირადი მინისტრია თუ ამ ქვეყნის მინისტრია მე. ფიში ვთხარი. მაგრამ უკვე მიკროფონი გათიშულია. შემოდა ჟვანია მიცოდა გალაპარაკებდა პასუხი გაგცემდა და მიკროფონს გაკითიშოთ. ისეთი ის იყო, მაგარებითი იყო. ყველას ეგრე უკეთე. ბიზნესმენები თქვენი ისტორია გასაგებია და დანარჩენი ბიზნესმენები რო იყვნენ იქ პარლამენტში. ისინი რისთვის იყვნენ? ისინი თქვენი მოტივებით იყვნენ იქ შესულები, თქვენი დაკვირვებით თუ რისთვის? ისინი ბიზნესის გაკეთების მიზნით იყვნენ. ბიზნესის გაკეთება რითი განსხვავდებოდა თქვენისთვის ისაც იყავით? იქიდან გაკეთებოდა ბიზნესი, აბა იქიდან აკონტროლებდნენ ყველაფერს. აი მაგალითად ზოგადად შეგიძლიათ მითხრათ რა სქემა როგორ ფუნქციონირებს იქიდან ბიზნესის კეთების იმ პერიოდში?
ყველაფერი რაც არსებობდა თუ იყო რაღაცა ფული შემოდია ფულის სახსრები პირველი მაგათი იყო რა გახსოვთ ერთჯერ გამოვიდა ყაზბეგის თოფაძე რაღაც ოპოზიციური გამოხატულება გამოხატა შევარდნაძე და შევარდნაძე ავიდა და ისა დაყაჭე 5 მილიონიო სახელმწიფო რო მოგსაო დაყაჭია გავგაგი ბევრ ლაპარაკობ გერბერი და შევარდნაძე დაყაჭე ის ფულიო სახელმწიფო რო მოგსა 5 მილიონი როგორ მივდივარ, ანუ შემდეგ არჩევნებზე რა ხდება? რითი განსხვავდება მაგალითად 99-ის და მერე უკვე შემდეგი პარლამენტის არჩევნები რო არის, როგორც ვარდების რევოლუციით რაც დამთავრდა. 2003 წელიწადი არჩევნები მე მრეწველებიდან წარდგენა გავაკეთე, იქ მოლაპარაკე უნდა თოფაძესა, თხემალაძესა, რომ სიაშიც ვეწერებოდი და რაღაც დაფინანსება რაღაც მე გამოუყავი და რაღაც შეთანხმება მქონდა ფინანსურად, თუ სიით მოხდება თუ არა, მაგრამ ის სიმონა ნოზაძე იყიდა მოქალაქეთა კავშირიდან არჩენებს და ისე ქონდა ჩაწყობილი რაიონში ყველაფერი დალაგებული რომ უნდა მოეკო. გაყალბების სახით ყველაფერი, მაგრამ ვერ დათვალა ბოლომდე მათემატიკურად და წააგო 214 ხვით. და გიჟათ იყო სიავა უკვე დადიოდა რაიონში 214 ხვით წააგო, როცა შეელო ჩაეყარა 500 ხო, მაგრამ ამას მეგონა რომ ხალხი ნაკლები ხმას მოცენდა მე და ამას დათვლილი ქონდა რომ მათემატიკა ვერ გათვალა მათემატიკურად. ზედმეტი არ მომივიდესო და დააკავდა ხო? დააკავდა 214 ხვით მოუგე. სდილით არის სუაც აღწახებ. ხო და ადგადა ჩაშალა თავის სოფლები, სადაც 60%-ით მომიგო. იქ ჩაშალა იმ ადგილებში არჩენები. რომ ვითომ და ეს იმ სამუბანში დაინიშნა არჩენები. და ეს ვარდების რევოლუციაც რომ მოხდა, მე მით უმეტეს 2003-ში მიშამ შემომითვალა. მოდიო ჩემგან იყარე ნაციონალურ მოძრაობიდანო 20 კაცში 3 კაცს მისვანდა სიაში და შენ მაჟორიტეტად იყარე. შემომითვალა. მე უარი უთხარი. რომ ვიცოდი მაშინ რა იცოდით მიშაზე? აი ეს რა იყო? ფსიქიკურად დავადებულ ადამიანი იყო და რა ვიცოდი. ხო და რატომ აი ეს თქვენ ხო ერთხელ ქონდათ შეხება მანამდე რაც თქვენ თქვით და მე დანარჩენი რა ასეთი რა ინფორმაცია მოძრაობდა მიშაზე მაშინ რომ თქვენ ესეც მისი მოქმედებები რო შემოდიოდა მიდიოდა რო უყურედი მის გამოსვლები ნუ ეს არ ადეკვატური ადამიანი მე და ვიფიქრე რა მინდა არ ადეკვატური ადამიანი და კაკრას თოფაძესთან ვიყავ მოლაპარაკე მითხარი ბოდიშით მეთქი თოფაძესთან ვარ მოლაპარაკება იქიდან ვიღარ კენცამები და მადლობთ მეთქი ესე მოვშორდი და მაგრამ მე დამეხმარა მე ცუც ვერ ეტყვი რა შეგეხმარათ ეს ვარდების რევოლუციის შემდეგ მოვიდა თვითონ ოქროაშვილი გამოაგზავნა რაიონში პოლიცია ის ავიდა და იმ სამ უბანში რაც იყო არჩენები წესია ჩაატარებინა და უბრალოდ მომეხმარა რა იქ რომ სიომას არ გააკეთებინა რა ჩაყრები რა სიომას მაშინ მხარს ვინ უჭერდა შევარდნაძე უჭერდა კი მოქალაქეთა კავშირიდან იყიდა ხო მაგრამ ვარდების რევოლუციის მერე ხო მოქალაქეთა კავშირი არც არსებობდა და იმ უბანში სტაბილობაში რა უნდა დავამთავრებო მაჟორიტარები ხო ჩვენ იმაში თვე დავამთავრეთ ის ხო არ გადავიდა ჩვენ მაჟორიტარები დავამთავრეთ შევედით პარლამენტში და მე პროპორციულები გაზაფხულზე იყო არჩევნები ამიტომ იქ მაინც არ იყო ის და თქვენ მაჟორიტარად დარჩით იმ პარლამენტში მე მაჟორიტარად დავჭი მაშინ ეს ვარდების რევოლუციის მომენტი მაინტერესებს. აი თქვენთვის ვარდების რევოლუცია როგორ ხდება? თქვენ თვალით დანახული როგორია ვარდების რევოლუცია? რა მოხდა? რატომ დაემართა შევარდნაძეს ეს? თქვენი აზრით. მე ამას ხო უყურებდი ეს ყველაფერი გარიგებით. ვის და ვის შორის გარიგებით? შევარდნაძე და მაგათ შორის. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ შევარდნაძემ თავისი ნებით გადააბარა მიშას გარიგებით? არა, მაგრამ უნებლიეთ მაინც არა ეს ხო მაგრამ აი მე გამიგია გარიგების ვერსიას შევარდნაძის სხვადასხვა ჩინოვნიკებს და სააკაშვილს შორის და აი თქვენს წრეში მაშინ ვინც პარლამენტის წევრები და პოლიტიკაში აქტიურად იყავით ვისი მიშასთან შეთანხმება იყო ჟარგონულად რო ვთქვათ გაბაზრებული მე მგონი უფრო გარემოცო ვისი შევარდნაძის და რა თანამდებობის პირებისგან შედგება ეს გარემოცო მე მგონი უშიშროების უფროსსა და პოლიციის ემედოს უფროსი მე მგონი უფრო მიშასკენ უფრო იქნება ვიდრე შევარდნაძისკენ. რაში გამოიხატა ეს თქვენ რატო გაქვთ ამის წმენა? მოქმედება. რა უნდა და ძალოვან სტრუქტურებს არ შეიძლება თუ ეს ყველაფერი
ნუ მაგის არგუმენტი ის არის რომ მოფამფალებული იყო მაშინ ძალოვანი. რადგან მოფამფალებიც არ უნდა იყოს ახლა მიშა და მიშის გარემოცვას რა მოფამფალების სახელმწიფო არ იყოს სტრუქტურა იყოს მობილიზებას გაუკეთო და მასე და არაფერი როგორ პარლამენტში შეიჭრა კარგით რა. ხო შეიჭრა პარლამენტში მიშა. ხო შეიჭრა პარლამენტში. გაუგეს გარემო და შეიჭრაოდა მაგრამ თქვენ მაგ დროს იქ შინიძი ხართ მაგ პარლამენტში თუ იმ დროს არ ხართ პარლამენტის წევრი? არა მე მეორე ტური იყო და არა მეორე ტური იყო ხო? მე მაშინ ვილნიუსში ვიყავ იქიდან ვყურებდი. ვარდების რევოლუცია რომ მოხდა თქვენ რა განცდა დაგრჩათ? გიხაროდათ ეს თქვენთვის რა ემოცია იყო ეს? ნუ ჩემთვის მიშას იცნობდით მეტნაკლებად. просто ის უკვე შევარდანცის პერიოდი რაც იყო ხო ისე ცხოვრება არ შეიძლებოდა რა. რაღაც ახალი უნდა მომხდარიყო და რაც ახალი მოხდა ესაც მე მგონი ცუდი არ მოხდა. ყველა გარდამავალ პერიოდს თავისი სიახლე უნდა მოხდეს. რაც მაშინ მოხდა. მამასა ვერავინ ვერ იტყვის. კი ფსიქიკურად დავადებული იყო თუ რა იყო, იმას სიახლე რაღაცები მოყვა. რაღაც იმაზე მოყვა, მაგრამ რაც უკეთესობისკენ წავიდა ქვეყანა რა უარესობისკენ. აი როცა უარესობისკენ მიდის მაგ პერიოდში რაღაცები, ხო ეგ არის ცუდი თორე როცა უკეთესობისკენ მიდის ის დადებითია ახლა. ამაზე ახლა რაც არ უნდა თქვა ახლა მიშაკი კრიმინალი იყო, გიჟი იყო, სულელი იყო, ციხეში უნდა იჯდეს და კიდევ უნდა იჯდეს დიდხანსა, მაგრამ ახლა რაც მოყვა გარემოცვა ვინც იყო ცუდები ხო არ იყვნენ. ვიღაცა ხო იყო ჭკვენი, ვიღაცა რაღაცას ხო ალაგებდა. ყველაზე ხო არ იყო ისინი. რა იცვლება ვარდების რევოლუციით? ჯერ ესეთი პოლიცია მოწესრიგდა. რაც ძალიან დიდი ცვლილება იყო. გზაზე რო გაჩერებდნენ შევარდენის პერიოდში 2 და 5 ლარში გიშვებდნენ, კარგი რა. რო შარს ვერ მოგდნენ და 5 ლარი მაინც მომეც. ხო და აი მოდით ასე ვთქვა, დღევანდელი ჯარიმა მინიმუმ 50 ლარია. შევარდნაძის პოლიცია თუ 2 ლარით გიშვებს, იქნება უკეთესია ის. კარგი. დღეს 50 ლარს ხდის სახელმწიფოს. არა, რა მნიშვნელობა აქვს ვისუხდი? ვინ ძარცვალ შემცხო მნიშვნელობა არ აქვს. ვინც უფრო ცოტა ძარცვალს არ გადაიქ. არა, დაშავებაზე ხო არ არის, ანუ ეგ ყოველთვის შეიძლება სწორი იყოს, მაგრამ ერთის მხრივ არ. კანონი დაიცავი და არ გადაიქ. აი ნახეთ, მოდი აბა სხვანა. მე ბერჯენ ვიხდი, დღესაც გადავიხადე ჯარიმა, მაგრამ მტყუანი ვიყავი და გადავიხადე რა. აბა სხვანა დავსვამ შეკითხვას. შევარდნაძის დროს თქვენ მითხარით რომ 10% გიჯდებოდათ ქვეყნის შიდა ტრანსპორტირება თავისი ამ რაღაცით, იმ რაღაცით. აი პირობითად ეს ფასი მას შემდეგ რაც მიშა მოვიდა, გაიზარდა თუ შემცირდა? საერთოდ არ არსებობდა ეგ ფასი. ხო და ყველა ხარჯი ხო ერთიანობაში უნდა შევადგინოთ, ბიუჯეტში იქნება ეს გადასახდელი თუ სად იქნება, ერთობლივ ხარჯებში როგორ და აი რა არის, ეს ჩემთვის ვიხდნებით ვიხდი თუ ძალით მახდენებენ. ამასაც ჩემს განსხვავებით. ნუ ორივე შემთხვევაში ძალით გახდევინებენ. არა, რა. ჯარიმა ძალით გახდევინება. მე დავაშავე ვიხდი. ხო, ნუ კანონმორჩილება. ხო და უბრალოდ რომ შევხედოთ ისტორიისთვის, რომელი სად უფრო ძვირი ჯდებოდა. აი შევარდნაძის დროს ვიღაცასთან უნდა ჩაგეწყო, შენი მოძრაობის პირობითად 10% გადაგეხადა და შევარდნაძის დროს ეს მიშას დროს ეს ყველაფერი ბიუჯეტში შევიდა. სად უფრო ძვირი ჯდებოდა ქალაქისთვის მე ეს უფრო მაინტერესებს. ჩემთვისა ქუჩა უფრო კარგი სამართავი იყო, იმიტომ მე ვიცოდი 90-იან ქუჩის წესები, მაგრამ ეს მარტო მე შემილია, აი, სხვა სულორშეული იმ არ აქნას. კანონი ხო არ არსებობს, უკანონოდ ხო არ უნდა ვიაროთ. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რატო უნდა გავაკეთოთ ეს ქვეყანა მოიყვანოთ წესრიგში, რომ ჩემი შვილი ხო, ჩემდეს ხო ვერ შეძლებს. და ესე იგი დაუტოვო იმას ამ გლეებს, ხოლა საჯიჟგნათ, მაშინ რა თქმა უნდა ის შვილები და ის თავმავალი. ამიტომ კანონი უნდა იყოს, კანონი მზომიერება უნდა იყოს. გელია თუ გლისფერი ძაღლი, აი ქართული ანდაზის არ იყოს. თუ ის უფრო გელი შეგჭამს თუ გლისფერი ძაღლი რა მნიშვნელობა აქვს? დაახლოებით ამ მორალის ანდაზა გვაქვს, ხო? და ამ შემთხვევაში მე რისი გაკეთება მინდა, იცი რომ მე მოსწრები ვარ 90-იან წლებსაც, ოღონდ ბავშვის მენტალიტეტით. მე შევარდნაძის მიშას პერიოდსაც მოსწრები ვარ. ხო და მე მინდა რომ აი ჩვეულებრივად ერთი საუკუნის პერიოდ ამას ვიღაცა რო შეხედავს ამ ისტორიას. თუ ის დაინახავს რომ შევარდნაძის დროს რაღაცა ტრანზაქცია შეიძლება ცუდად იყო დამენეჯმენტებული ქუჩაში ამით. არაფერი არ არსებობდა შევარდნაძის პერიოდში. საერთოდ არაფერი არ არსებობდა. როგორ შეიძლება ხაშურში ჩამოვდიოდი და ავტომატი უნდა ჩამეტო უკან. CDNS-ი ისე მეუღლე რაიონში ეს იყო ცხოვრება. და დაგჭირებიათ ავტომატის ჩვენება მაინც ვინმესთვის? არ დამჭირებია, მაგრამ რომ დამჭირებულ ამომეღო. ეგ ყოველთვის შეიძლება მოგვიწიოს. ცხოვრება ასეთია. არა, მე ახლა ისე უარი არის გარშე არც დავდივარ. მაგრამ ეს უკვე ჩემი ფსიქოლოგია ამ წლებიდან გამომდინარე. მაგრამ
ხარ შეიძლება უკანონოდ ვიცხოვრო და უკანონო ქუჩის კანონით ვიცხოვრო. თორემ მე არ მეშინი არა ამასინათ ვენესუელაში ჩადიოდა ჩანრეოს პირიღავს მეგობარი მეუნე ვალერა რა გინდა ლიტვაში ევროპაში ნაცხოვრები ხარ რადგინდა ლათინურ ამერიკაში ხო ის მაინც სხვა მე ვთხარი ექსტრემალურ ცხოვრებას შევეჩვევი და აქ კომფორტში ვარ მე ხო არა ჩემი შვილი შტაომავალი სხვა არ უნდა იყოს ასე ეგრე რო შეიძლება კარგით აი რო მოხდა ვარდების რევოლუცია თქვენ გახდით ახალი მიშას პარლამენტის წევრი პირველი მოწვეული მე დამოუკიდებელი ვარ ხო არა ის პარლამენტი არის თავს უმრავლესობით მიშა არის უკვე ხო მიშა ეგ ჩავთვალოთ ეგრე ხო მიშა არის უმრავლესობით აი ეს პარლამენტი წინა პარლამენტისგან რითი განსხვავდება ვიცი რომ განსხვავებული პარლამენტია კი განსხვავებული განსხვავებული აი რო შეხვედით პირველ დღეს ამ პარლამენტში უკვე 99-ში შევედი მთელი რაიკონის დივნევიჯდნენ იქ და განცხადებას რო ვაკეთებდი იმაზე ქუთათელეზე ყველა თავები დახარა რას აკეთებს ამ შემდეგ პარლამენტში როგორ იყო ნუ ესეთი სიტუაცია ვითარებები არის ვიღაცას რაღაცის გამოხატულებისა მაინც შეელო თავისუფლად გამოეხატა ხო მაგრამ აი მოდი ცოტა წინ გავუსწრებ მოვლენებს და მე უკან დაბრუნდები ეს პარლამენტია ის რომელიც თქვენ პარლამენტარის უფლებამოსილებას გიწყვიტავთ იმიტომ რომ მიშა გამოგიცხადებთ ბრძოლას ცოტა ხანში და მაშინ ამის მიღწევა რომ პარლამენტარებს საკუთარი კოლეგა გაეგდოთ პარლამენტიდან, იმიტომ რომ ქვეყნის პირველი პირი მის წინააღმდეგ არის. სად უფრო ადვილად მიღწევადი იყო 99 წლის პარლამენტში თუ 2003 წლის პარლამენტში? იაგო, გეუბნები რომ მე როცა ანარქია მე უფრო კომფორტში ვარ. შევარდნაის დროს იყო ანარქია, ცხოვრება. ყველაფერს გააკეთეთ, ყველაფერს ჩააწყობდით და ყველაფერს გაივლით. მაგრამ ეს არ არის მომავალი ჩემი შტაომავლისთვის. ეს არ არის მომავალი. მიშას პირუჩი კი მოხდა რაღაცები მაგრამ რაღაც წესრიგისკენ ხომ მიდიოდა რაღაც საკითხები რაღაც წინ ხომ მიდიოდით რაღაცაში წინ წახვალ ცხადია რაღაცაში უკან წახვალ ჩვენ მაგის გარკვევა გვინდა რომ გავარკვიოთ რომელი იყო წინსვლა და რომელი უკანსვლა მაგრამ მიშა მე ცოტა ხანში დაუცურდა და დაიწყო თავისი აი ეგ როგორ იწყება მიშას დაცურება მაშინ მოდი ასე ვიტყვი პირველი კონტაქტი იყო ვილნიუს არჩენები ახალ წლის წინადღებში და ამერიკას და მიშა შენი სახლი მოეწონაო და უნდაო და მე ვთქვი უნდა მეთქი ეს რომელი წელია 2000 ჯერა მიშა პრეზიდენტი არ არის 2003 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვები და ვილნიუსში ვარ მე სახლში და ამერიკა მე მგონი ადმინისტრაციის უფროსი იყო ჩიტიაში რაღაც ყარე იყო ხო და მიშა შენი სახლი უნდა რა ჯერა უკვე გადახდით მოხედით მეთქი და ყველაფერი გინდათ მეთქი ჩემი ოჯახის ვაშენებდი ოჯახი მინდოდა გადმომეყვანა მათ წინ აგურის სახლი რო ეს არის სადაც ახლა მიშას იმის წინ აგურის სახლი ყო ვიყიდე საკუთრებაში და ვარემონტებდი რომ გადმოსულიყო ოჯახი მეორე წელს უნდა გადმომეყვანა მე ვთქვი ჯერა ოჯახის ვაშენებდი და გადმოყვანა მინდა ოჯახის და გადმოსულა მინდა საქართველოში მეთქი და კაი მეთქი ჩამოვალ მეთქი და ორი რიცხვის ჩამოფრით და დაურეკე მოვიდა კეზერაშვილი მოიყვანა დაცვის ბიჭი მოყვა და მე გიაბულაძე იყო ჩემი არქიტექტორი და ჩემთან სახში შევხვდით რა და აქ იმაზე ავლაბარში კი მოვიდნენ იქ და კეზერაშვილა პირველი სიტყვა რა აქაო ტრატილი დატვირთული კამაზი რო შეხედქოს კედელსო რა მოხდებო ამას ვინ ამბობს კეზერაშვილი გიაბულაძე რა უნდა მოხდეს ვთქვი ჯერ ესეთი მეთქი რა ქვეყანა უნდა რა ქვეყნის აშენება გადიოდეს მეთქი ნუ ტრატილი დატვირთულმა კამაზმა იმოძრაოს ქალაქში მეთქი რა იქნება მთელი ქალაქი ხარი შეეწევა მეთქი 10 ტონა ტრატილი ჩემ 10 ვიცნობიერებ რა მოხდება მეთქი არ გვინდა მაშინ მე მაინც დამირეკეს მე და შენზე და რას ხთავაზობენ ანუ რაღაცა შეიძლება ამით მოხდა დარჩენები რომ დამთავრდა მე დამირეკეს შენზე ადმინისტრაციის უფროსი ვინც იყო არ მახსოვს გვარი ბიჭები გაბრაზებული რაც ხარ გაბრაზებული დამელაპარაკეთ წესიერად და პასუხი არ გაგეციეთ და მეც ახლა დავწყნადი მეთქი არ გამოვა რა საპრეზიდენტურის გაკეთება უნდა და მეთქი არ გამოვა მეთქი და მეც ჩემი თავი დავარწმუნე რომ შეიძლება რა და კაი მეთქი შევხვდეთ მეთქი რა ვილაპარაკოთ მეთქი და მე ვთქვი ფული ამდენი მიდა ჩემ სახში იქ ბადრიკ ბატკარჩიშვილმა მიცა აქეთ ხარ 1600 კვადრატი მიცა და იქ რაღაც ნაწილი რეზიდენცია იქით ხდებოდა და ის ნაწილი 900 კვადრატი მიცაში გავცვალოთ და იქ ჩემთვის ავიშენე მეთქი და ესა გადაიხდით მე და ბიუჯეტი მაშინ ხო არ აქვს სანამ ბიუჯეტს ეს არ აქვს სამშენებლო მეთქი ჩემი კომპანია დააფინანსებს მეთქი
და დაიწყე მშენებლობა მომეცით გენერალური ანუ მეავაშენე პრეზიდენტის სასახლეს ამაზე ხო უნებით. და მთავრობის ხომაზე გაიტანეს ჟვანიას ბრძანებაც იყო დაევალოს დეპუტატ ვალერი გელაშვილს მოიძიოს თანხები და აწარმოოს რეზიდენციის მშენებლობა ოფიციალური ბრძანებულება რის გამოც მე გამომაგდეს სახელმწიფო ბრძანება ხელს ვინაწერს ამ ბრძანებას ჟვანია? ჟვანი მაშინ პრემიერ-მინისტრი. კი და იქ ჩემთან სახლში მოაწყეს ის მთელი მინისტრები ყოველ შაბათ-დღეს იქ იქნებოდნენ იქნებოდა ის შეკრება მოდიოდნენ და ყველა შეძლოთ რა მშენებლობის პროცესს რა და დავიწყე ჩამოვიყვანე მილიონი ევრო მარტო ტექნიკაში გადავიხადე მილიონი ნახევარი ჩამოვიყვანე ახალი ტექნიკები რაღაცები რომ გერმანიდან რომ მშენებლობა დამეწყო რა დაიწყეთ მშენებლობა? დავიწყეთ მშენებლობები მიშას გონდა ისა კოლონა უნდა როგორც თეთრი სახლის ხო იცი კოლონები უნდა დარჩეს და როსტომაშვილი იყო მაშინ გახდა მეგონი ადმინისტრაციის უფრო რაღაც როცა მიყურებდა და როსტომაშვილს პარბიჯო გადავარდებას კოლონები და ხალხი ჩაგვეხოცება მეთქი რა ხო და მე უნებოდნენ მიშას რომ არ შეიძლება რა და ხარში იყო ეს კოლონები ვერაფერს ვერ გააჩერე დაბლა მუშაობდით ფილას ვასხა ეშინოდოთ მიშას და ყველაფერი მიშას უთხრა ერთ წელიწადში უნდა აშენო და კი მიშა ყველაფერს გაჩაგაბარ ეშინოდოთ დავედი მე კანცელერში მაშინ შემიშა და მე უთხარი ჯერ ისეთი მიშა მეთქი ერთ წელიწადში ვერ ჩაგაბარებ მეთქი ყველა გატყულები მეთქი მეორე ეს კოლონები ჩამოусნათ მეთქი просто აბრა გავაკრათ მეთქი კოლონების გადაუღოთ მეთქი რომ ვითომ კოლონები არსებობს ისა და შიგნით მუშაობთ მე ჩამოусნათ და ახლა ამოვიყვანოთ კოლონები თორე ხალხი დაგვეხოცება მეთქი რა და მიშან დამიჯერა ეს დავშალეთ ეს კოლონები და რაღაც ფარდა გავაკეთეთ კოლონების რაღაც რეკლამა და ვითომ ქალაქიდან ჩადა კოლონები ვითომ რა მიშან დამიჯერა და მე მეუთხარი არ გამოამეთქით ეს პროექტი წავიღებ ვილნიუსში მეთქი და კომპანიები არსებობენ რომელიც აიღებენ მართვაში მეთქი და მალე აშენებენ რეზიდენციას მეთქი წავიღებ ნახე კომპანია და დავათვლი თეთრში 23000 კვადრატს აშენებთ და 17 მილიონი ევრო იყო გადასახდელი და ჩამოუტანე წინადადება დაინახეს 17 მილიონი ევრო ეს არ მოეწონა თუმცა ბიუჯეტის თანხების ალბათ რაღაცა უნდა მოტეხები ამათმა და გარემოცავ რა და არ გვინდა ეს პროექტი არ მოეწონა თუ ფასი არ მოეწონა? ფასი არ მოეწონა თუ ფულს ვერ იშოვინდნენ იქა არა მე ხარ და რა კარგი ყავთ მე მიშა გაფრთხილებული მყავდა მე ხარი მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღე და მე როგორ გაგრძელდა ეს ამბავი? არაფერი გაგრძელდა რა გამოაგზავნა თავის წარმომადგენელი და გენპატრიოტინა ვალერაო განცხადება დაწერა და გადიო რა კარგად ნორმალურად მიშამ გადმოცა გადიო საიდანო? გენერალურ მეიჯარიდან რა მშენებლობისა და მე ვთქვი ოქროშიც გვინდა გადავაბრო მე ვთქვი პრობლემა არ მაქვს ჩემი ფული გადამიხადეთ რა სახარჯი ხარჯაკრიცო ყველაფერი მე პირიქით მადლობელი ვარ მეთქი გამოცდილება მივიღე მაგრამ კომპანიის იმიჯია რომ რეზიდენტ მშენებლობა მე დავიწყე მეთქი სარეკლამოდ ჩემთვის კარგია მეთქი და მე უფრო გარეთ უფრო დიდ ბიზნესს გავაკეთებ მეთქი მე ვითომეტეს ის ორთაჭალის ტორფის პროექტი მაშინ ოფიციალურად გახსნა გავაკეთეთ მე პირიქით მადლობა მეთქი თომ პასუხისმგებლობაზე გამათავისუფლეთ ხედავდი რომ არაფერი კეთდებოდა ამაზე ვარი რო თქვი რაღაცა და ალბათ გარემოცავ დაიწყეს მიშათან უკვე ჩემზე დაპირისპირება ნახევარი წელიწადია ველოდე ფულს არ ეხთის არ მიბურნებს თანხას ჩემი სახლი ჩემი მეუღლის სახელზეა არემონტეს უკვე 3 მილიონი დახარჯა და მიშა შესვლას აპირებს და ჩემ ფულს არ მიხდია მე უკვე ნახევარი წელიწადი უკვე დაურეკე ერთხელ და ინგლისურად ამის ლაპარაკი და ხო იცით რომ ინგლისური არ ვიცი ვინ ახალ იმდენი კი ვიცი რაც მე ვთქვი ბატონო პრეზიდენტ ვალერი გელაშვილი ვარ მეთქი და ვაფშე ვინ ახალ და ამიქედო ყორმილი ამაზე გაუბრასდი ავედი ავარდი რეზიდენციაში დაცო გავწია გადაკეთდა მეთქი დავა დიპლომების სახს და შევამიშაკა მეთქი ერთამბავს ატეხანი წოდე მეთქი ჩემი ოჯახი ევროკავშირის წევრია და მეუღლეზე გქონდა გადაფორმებული სახლი ერთამბავს ატეხა მეთქი
ეს სახლა მიშა აშენებს ამ შენს სახლში რამე გარემონტებული იყო, სულ გაარემონტა მიშა. აი, მიშამ გაარემონტა. გაარემონტა უკვე და შესასვლელი მზად იყო. ესეც გავლაბარში ხდება. დავლაბარში. ხო და დიპლომები და მეთქარი ყოველ დღე ამოა შევამოწმე მეთქი. ხო და მიშა უკვე გიჟად იყო. ამ გამოდის რომ პრეზიდენტს აუკეტეთ კარი? კი. ჩემი სახლი იყო და კიდე და მე გამოვაცხადი გაზეთში დავწერე ისა აუქციონს ვაცხადე მეთქი სახლს ყიდი მეთქი. ფასი 5 მილიონი და დაიწყო მეთქი. ხო. მე დაიწყო მიშა ამ დროს პარლამენტის წევრი ხართ. პარლამენტის წევრი. პარლამენტში რა ხდება ამ დროს? პარლამენტში რამეთი თქვენი ეს ურთიერთობა ისახება თქვენ საპარლამენტო? დაძაბულობა რომ დაიწყო საწავსული წავდა, დათო ოსოფაშვილს ვიცნობდი მაშინ და საწავსული იყო. იმიტომ უკვე ვიცოდი მარტო უკვე გამწეწადი და კაკრას რესპუბლიკელი იყო დათო ოსოფაშვილს ვიცნობდი და დათოსა და მე ვთხარი სადღაც მინდა ფრაქციაში შევიდე თორემ მეთქი მარტო უკვე ბრძოლა იწყებოდა ხო ვატყობდი უკვე. შევიდე რესპუბლიკა ფრაქციის წევრი გახდი მაგათი. რესპუბლიკური პარტიის? კი. და დაფინანსებაც რაღაცები ვეხმარებოდი ხოლმე. 2 წელიწადი ვეხმარებოდი რესპუბლიკას. და ეს რაც მოხდა მე და მე რა ხდება? აი კონკრეტულად როდის იწყება აი უშუალოდ როცა ფიზიკურ დაპირისპირებამდე როცა მიდის, აი მანამდე ჩაფენები რა აქვს ამას? მე ვიცი რომ თქვენი ინტერვიუ იყო ერთი მაშინ ამბობდნენ რომ თქვენი ინტერვიუ. მე ცოტა სხვა კონდიციაში ვიყავი და აღზრდებული ვიყავი, გაბრაზებული ვიყავი მისაზეც. და კი რაღაცები შეიძლება არ უნდა მელაპარაკა. მე მაგრამ ჟურნალისტი გოგონა გავაფრთხილე რა. მე ვთხარი მე ზედმეტი მომივიდა რაღაცები მეთქი და ჩემი თხოვნა მეთქი რა, ცოტა ეს თემები დაალაგე არ გაუშვა ბოლომდე მეთქი რა. თხოვები გოგონას. იმიტომ ახლა აღზრდებული რო ხარ ლაპარაკო, ხო მე უკვე ანუ თუ სწორად გავიგებ, არაფხიზელი იყავით რომ საინტერვიუ ჩაწერეთ? კი. ხო და მაგრამ თხოვე მაშინ. ცოტა ისე თემები მეთქი ესენი ამოშალე მეთქი რა. ამან ამოშალა კი არა კი მიაბადა. ეს რომელი მედია არის მაშინ? რეზონანსი. გაზეთში ხდება ეს. ამანას ყველაფერი. მაგრამ და ვთხოვე აი იმ წუთში დავამთავრე თუ არა და მე ვთხარი ცოტა ის ვიყავ გაბრაზებული ვარ მეთქი მაგრამ ისეთ რაღაცები გითხარით მეთქი ეს გაზეთში არა ის იქნება მეთქი რა. უთხარე პირში უთხარე გოგოს. ის კი არა ვთხოვე. შევწდი მეთქი რაღაცები ვილაპარაკე არა სწორე მეთქი რომ ოჯახს რო ეხები მაინც არ არის მეთქი სწორე და პროსო იმას კენი მეთქი რა ვიტუმე ჩემ ოჯახსაც შეეხო და ჩემ მთელი იმას ოჯახი უნდა ჩამომიყვანა მე მაინც ჩამოვიყვანე ოჯახი ოფისში ვაცხოვრებდი და სკოლაში ვატარებდი ბავშვებს ის უფრო შეეხო ჩემ ოჯახს ვიდრე მის ოჯახს მაგრამ მაინც ჩემგანა მიდოდა არ ესაყოფილო ამ ჟურნალისტმა მაინც გაუშვა ყველაფერი და ჩავედი ვილნიუსში და ამერიკის ტელეფონზე ჩამოხვალ და ტერორისტ აქტს მოგიწყობთ რა ფიში ტელეფონში. ამაზე ვინ ანუ თქვენ ჩერეს ნაცნობით შემოგითვალეს თუ უბრალოდ ვინმე დაგიდეთ? პირდაპირ ამერიკაში ჩემ მობილურზე და ამერიკას. მიშამ? არა. მიშას ვიღაც გარემოწო. მე მგონი იქ ვიღაცა დაცვიდან მხრიდან ვიღაცა ლაპარაკობდა და უგულავას ხმა გავიგონე. კარნახოთ. უგულავა კარნახოთ. რორავ ჩამოყალდა ტერორისტულ აქტს მოგიწყობთ. იმიტომ მანამდე მე უგულავასთან შეხვედრა მქონდა. ადმინისტრაციაში ავედი და სახლი გადმოწერა. ეს უგულავა მაშინ ადმინისტრაციის უფროსი. ადმინისტრაციის უფროსი იყო. დამიძახა და ამოდიოდა მე ვთხარი ჯერ ფული გადაიხადეთ მეთქი და მე გადავწერე მეთქი. კომპანიის ფული 4 მილიონ ლარზე მეტი იყო და ჩემი 1,400,000 სახლისა. ფული გადაიხადე და მე გადმოწერე მეთქი. უგულავა გადმოწერე თორეო და წამოვიდა და რო წამოვიდი რას მიზან თორე მეთქი. წამოვიდი და დაჭდა ის. წამოვიდი ბიზნესს უზარმეთქი შენ ხა. ისეთი ის ხო. წამოვიდი. ეგრე დაჭდა. მე ჩამიყვანა ნოღაიდელთან. წამო ნოღაიდელთან ჩავიდა და პრემიერი იყო მაშინ ნოღაიდელი. ნოღაიდელს ფული დღეს სახლი ხვალ. სვანეთ არ იქნება მეთქი. და გადაიხადეს? არ გადაიხადეს რა თავდასხმის წინა დღეს რო ჩამოუფრინდი. თქვენ მაინც ჩამოფრინდით ამის იმად. მაგში ერთ კვირაში მე ჩამოვედი. ანუ არ გისდიათ იქიდან დაგელაგებინათ სიტუაცია რომ კაი რაღაცა ეს თვალი ვიყავი და რაღაცა ჟურნალისტის რაც ახლა აქ მომიყევით. არა მე დავწერე ეგ ამერე.
მე სანამ ჩამოვედი დავრეკე და მოვთხარი ნასამდგომარეობაში ხარ თხოვე ჟურნალისტ მეთქი და არ ვიყავი სწორე მეთქი და ბოდიში არ მოვიხადი არ ვიყავი სწორე მეთქი ეს თქვი. ეს ვის უთხარ ნიშას ხარით? არა, ჟურნალისტი გამოვაქვეყნე. ჟურნალისტად გამოვაქვეყნე, ნასავი ვიყავი, გაბრაზებული ვიყავი. არ ვიყავი სწორე მეთქი, ოჯახს რო შევეხე მეთქი. ამაში არა ვარ სწორე. მე ბოდიში არ მომიხდე, ბოდიში მომგადახდა მე ვერ ბოდიში ვერ ხო, ბოდიში არ არის პრინციპში, თუ ამბობ რომ არ ვიყავი სწორიო, მაგას ნიშნავს. ხო. მაგრამ და მანამდე ანუ ფიზიკურად აი თქვენ სამი ინტერვიუმდე და მანამდე საქმიანი რაღაცა ურთიერთობა მათ შორის არავინ არ ცდილობდა. ბევრს შევხვდი. ვცდილობდი. არავინ არ მელაპარაკა. ნოღაიდელმა რაო? ნოღაიდელმა რაო? პრემიერმა ანუ მაშინ. არაფერი გაიხარხა გაატარა იმაში. კონკრეტულად არაფერი მითხრა. ჟვანი ამ დროს არ არის ცოცხალი. ჟვანი უკვე აღარ არის. და აი მანამდე პირობითად აი სანამ ჟვანია ცოცხალია. აი მაგ პერიოდამდე რამე ტიპის აი ურთიერთობა ჟვანიას პირიქით ჟვანია მოდიოდა ხოლმე შეკრება რო ქონდა ხოლმე ჟვანია შემოვიდა და იცოდა ჟვანიამ ჩემი ხისტი ხასიათი უნდა მინისტრებს უნდა ვალერისთან დაალაგეთ ვითარებები ვალერისთან ფინანსური მხარები გაერე და დაალაგეთ იმიტომ იქ იყო ლაპარაკი ქონებრივი გაცვლა ან ფინანსური ან ქონებრივი და ყველა აფრთხილებდა ხოლმე ჩემ თვალწინე უნდა ვალერისთან დაალაგეთ ვითარებები ფინანსური თემები ჟვანი აფრთხილებდა ხოლმე ჟვანი არ იყო ჟვანი მიცოდა რა საკეთებდა არ იყო ისეთი კარგი ჩამოხვედით და რა ხდება აი პირობითად ჩამოვედი აეროპორტში ჩამოვედი იქ გამოვედი ვიფიზა და წამოვედი დამხვდა ჩემი მანქანა ჯავშნიანი მანქანა ვყავდა გესემი რა ზურიანი მანქანა ვყავდა 99 წელს და იქ მოვარდნიან აეროპორტში მე მითხრა იქ გაბატონო უკიდან მოვარდნიან იქ უნდა ჩემი დაჭერა იქიდან აყვანა უნდა და ჩემ ხო მაგრამ მე გამოვედი და იმ დროს მეორე დღეს ჩემი მანქანა გააჩერეს ქალაქში დაცვა მყავდა მე და მძღოლი მყავდა ჩემი ბიძაშვილი და გააჩერეს რაღაცები შემოწმეს და არაფერი და მე ჩემი მანქანას ეკიპაჟიც დამყავდა მყავდა ეკიპაჟი რაციები და გაიაშვილის ოფისი რო არის ახლა მან იყო ჩემი სახლი მარიოტის და იქ მეყენე ეზოში მანქანა და კამერები ყველაფერი და ეს ბიჭებიც ეკიპაჟის გამეყარავდნენ ამ მანქანას მაგრამ ალბათ მოისყიდეს ყველანი და შეაშინეს რაღაცა და გადამიჭრეს ABS-ის ისინი ტრუბკები რა რო იქ აჩვენებდა მაშინ რომ სერვისში იყო მას განამე საყვანი ჩამოვედი დღეს ჩავჯექი მანქანაში გამოვედი რომ პარლამენტში აითო ალარმი და დაჟე ჩემ დაცვის ბიჭსაც ვეუბნები ნახე რა ხდება მანამდე ვეუბნები ბიჭო წიგნი წაიკითხე მეთქი რა სპეც მანქანაა მეთქი და უნდა იცოდეს ზეპირატყული არაფერს არ კითხულობდა ხო უცბად გადამიშალა სერვისში ამისაყვანი მე ვთხარი შეიხედოთ უკან რა ხდება მეთქი რა არაფერი ხდება წავედი მივიტყვანე მანქანა მივედი ჩემ ტერიტორიაზე დანში მქონდა და რაიონში ყავი წასასვლელი და სერვისში წავიდა მანქანა, სერვისში აპარატურა დამალეს სპეციალურად, რო არ მენახა რა იყო, რაში იყო საქმე, თორე იმნაირი ის რაც იყო გაფუჭებული, მოძრაობა შეიძლებოდა, პრობლემა არ ქონდა. იმიტომ სპეცსამსახურის ბიჭებს რო ველაპარაკე, წინა დღესაო ჩვენ უთხარით. რომ მანქანის გახსნა შეიძლება. 150 რაღაც ჩაუდებდნენ 150 გრამიან იმას და ატმოსფეროს წინ კარსა გახსნიდნენ. ნუ მანქანაში ცოტა მობრედილი იქნებოდა შენაო რა მე მითხრს. ეგ რო უთხარითო სპეცსამსახური ის არ იყო და არაო, ეგრე არ მინდა. გამათუნდა ყაჩაღური ის გაეთამაშება, იმიტომ ფინანსური რაღაც პრობლემები, რაღაცა და ბიზნეს გარჩევები. და ეს უკვე სპეცსამსახურის ის იყო. არა, ეგ არ მინდა. და მე მოიფიქრეს მანქანის გაფუჭება. ხო, გაფუჭების მიზანი რა იყო? გააფუჭდა. რომ გამოსულიყო მანქანა და გამომჯანყდა სხვა მანქანაში. და ეს სერვისიდანაც დაკარგეს ეს კომპიუტერი, რომ არ გამეგო რა ჭირდა მანქანას რა. და ბრონირებულ მანქანაში არ ყოფილიყო. არ ყოფილიყო დაჯავშულ მანქანაში. გადავჯექი მე მეუღლის ემელი მეყნა საწყობში და ჩავჯექი. ცენტრში ჩამოვედი რაღაც ფული მოხსენი $10,000 მუშებზე ფული მისაცემი მქონდა ხაშურში მიდიოდი და ზაღლების საჭმელი ვიყიდე, უკან ორი დიდი მეშორი ჩავდე უკანა და ჩემი ბიძაშვილი გოგონა აქვს ის ჩემთან მუშაობს, ის მეჯინა უკანა და ეს დაცვის ბიჭი. და
და ლაპარაკობდია თან მეუბნები ბიჭო შინდისფერი მანქანები დაყვებიან მეთქი მე მგონი და ფრთხილად იყავი უყურემი დაცვის ბიჭონები რა და მე თან რუზაზე თან ლაპარაკობ ტელეფონზე და აილევას ბაზრობას და ორ შინდისფერმა დაბლოკირება გააკეთა და უკრინდა მანქანები და 7-8 კაცი გადმოხდა ავტომატიანი მასკები და რამე არ უთქვიათ? ერთმა მითხრა ამის შემდეგ პრეზიდენტს ვერაფერს არ ეთქვია და კონდახი ხეთქა სახეში. სხრევა გავიგე და ეგრევე დავარდი ძირს. მაგრამ არ გავთიშულ. არ გათიშულ ხარ? აა. ეს მე ერთი ხელები ავიფარე ასე და ბურთივით გავხდი. იმიტომ 4 ბიჭმა ციხლები დამიწყო ზემოდან სახეს თავის კალაში. და მივხვდი რომ უნდა გავყინულიყო იქ რაღაც პაროგის ქვეშ რაღაცა მოვიკეთე და რო გავჩერდი გავიყინა ამათ ეგონად გათიშული ვიყავ. და იარაღი ამოიღო 45 კალიბრიანი მქონდა იარაღი არ ამოიღე სპეციალურად იმიტომ ვიცოდი მომკლავდნენ. მე შოკით აიღეს ის ყველაფერი და მიმატოვეს და უკვე სიწყნარი რო იყო მე თვითონ ავდექი რა. ერთადერთი დასიებული მქონდა თვალები მივხვდი რომ ვეღარაფერს ხედავ მეთქი და მე მივხვდი რომ გავიხსენე ესე. ავდექი წამოდექი და იქვე მოიკაიყო. ჩემი მანქანები ხომ მოძრაობდნენ და მარტო იჯიხით ამ დროს მანქანაში? არა დაცვის ბიჭი იყო და ბიზაშვილი გოგო. და გადავჯექი მერიკ მოიკაზე მომიტანეს ფისახოცე მოვიჭმინე ცოტა იმას კი. კაკას ტელეფონი დარეკა ჩემი ბიზაშვილი გოგონა მომაწოდა რა ჩემი ტელეფონი მეუღლე მერეკავდა. მეუღლეს ვთხარი ცოცხალი ვარ კარათავარ მეთქი უკვე პრობლემა არ არის მეთქი სასწრაფო თვითმფრინავი და გამიყვანე აქეთ არ მეთქი რა. ვატყობდი რომ ჩემი მოკლა უნდა. წამიყვანე სამონტყოში. ოპერაცია გავაფრთხილე ყველა. აქა გია წეგან მოსული იყო ბიჭი გია ყურაშვილი. ეს არის აფხაზეთის შინაგანთა მინისტრი იყო ჩემი მოჭიდავე ბიჭი იყო და ჩემი კომპანიის დირექტორი იყო. და გია მოვიდა და მაშინ გია დაინახა კოდუა 200 მეტრაში იჯდა აკონტროლებდა მაშინ და გიამ დაინახა მანქანაში კოდუ. ის საიდან ვიცოდი მე კოდუა რო იქ ამან დაინახა. ეგ როდესაც დავხსენენ დროს ეს გია იქ საიდან იყო მაშინ? გია იყო ჩემი დირექტორი იყო კომპანიისა და ობიექტიდან ურთაჭალიდან წამოვიდა მანქანით და გაიგო მოვიდა იქ თავდასხმის ადგილზე და დაინახა კოდუა იქ იჯდა. ხო და გიას უთხარი გია მეთქი შემინარჩუნებთ გომარება მეთქი და შეიძლება გავითიშო მეთქი იმიტომ ხო ვატყოდი უკვე მიდიოდ და არ გააჭრინოთ ოპერაცია არ გააკეთებთ თორემ მომკლავენ მეთქი ცოტა კაფთხილებ გია მეთქი იცოდე მეთქი всё და რო წამიყვანეს სამონტყოში იქ დაიწყეს თუ არ გავჭერით მოკვდება და ჩემებისგან უნდათ ხელნაწერი და გიამ ჩემებსაც უთხრა ჩემ ძმას რომ ვალერამ თქვა არა, всё, რაღაც მინუტ იცოდნენ ჩემი ხაზი რო ვიტყოდი არა, всё, თამთა. ვალერა უარზე ოპერაციაზე, всё. ეხოცებოდნენ მოკვდება ის არა. უარზეა ვალერა, всё. არა. და გაფრინდით? დილით ჩამოფრინდა თვითმფრინავი, იქიდან წამოყნეს რეანიმატოლოგები, ნევროპათოლოგები ექიმები გამოყვნენ და მიმიყვანეს თუ არა იმაში თვითმფრინავში. გამიშინჯეს და ფილტვი მქონდა წყლით სავსე. და საათ ნახევარი დაგოგვიანება всё. ადიოდა თავის თვინში წყალი და всё, იქ შებოდივალ. იქვე ამომიგეს სიტყვა 4 ლიტრი ნახევარი გამიკეთე შარდენები ამომიგეს და აწიეს ჟანგბადი სისხლში და გავფრინდა. მე როგორ გაგრძელდა ცხოვრება? არაფერი. ჯერ კიდე პარლამენტის წევრი ხართ? კიდე პარლამენტის წევრი ვარ. ჩავედი ვილნიუსში, მაშინ ცხონებულა ბადრინო ჟურნალისტები გამომაყოლდა და ყოველ საათში აშუქებდა რა. ბადრინო მაგარი მისი. ბადრის და მიშას ბრძოლა დაწყებულია ამ დროს. კი, მე მგონი დაწყების სტადიაში. ხო და იქ ჟურნალისტები მოდიოდნენ ყოველ საათში გადმოცა ჩემ ყოველ 2 საათში გადიოდა ის როგორ ჩემი ფიზიკური მდგომარეობა. პირველი ოთხი ოპერაცია არ გამიკეთეს, დასიებული ვიყავ. დათო ჩამოფრინდა სხვაგან იყო სუფაშვილი ვილნიუსში. მე ქალაქში გამოდიოდი, დამტრეული სახით. იქ ვილნიუსში. კი. ისა მაგ ცოტა შინაგანი ისა მაგ ძალიან ცხოველური ორგანიზმი. სამონტყოდან გამოდიოდი ჩემთან რესტორანში, სუფსოს ფონდი ხოლმე ცოტა და ეს მოძრაობდა სახის. იმიტომ ფუძიძვალი მქონდა მოტეხილი, ფუძიძვალი. სამონტყოში დათოსთან ჩამოვიდა სამონტყოში და მოვედი თვითონ. და მე 4 დღეს მერე აქ გადამჭრეს და გადმოხსნეს. და ისე დამეკერეს თავის კალ. ტიტანის
მერე და უთხარი ჩამოვალ მეთქი არჩევნებს აქედან რომ მიდიოდი ჟურნალისტები მეკითხება ოპერაციას გავიკეთებთ და ჩამოვალ სესიაზე ჩამოვალ აკრას ჩამოვედით სექტემბრის სესიაზე ეს როდის ხდება რომელი თვეა როცა ეს ხდება 14 ივლისს ხო თავდასხმა და შემოდგომაზე ჩამოხვედი სექტემბერში პარლამენტის გახსნას ჩამოვედი და ცირკის იყო რომ წამოვიყვანე ისინი არა ჩამოვედი აეროპორტში დახვდა დათო მოვიდა უსიფაში ჟურნალისტები რაღაცები ჩემს მეგობარ იტალიელიც გამოყვა და მიშა იტალიაში იყო მაშინა და რო გაიგო სუგიჟად იყო რო არ შემეში ჩამოსვლის ხო და ეგრევე დარეკა და სამთავრობო დაცვა დამინიშნეს ორი ადამიანი სამთავრობო დაცვა დაგინიშნეს ვინ დაგინიშნათ მიშამ იძულებული იყო რატომ პარლამენტის წევრს და თავდასხმა სხვანაირად არ შეიძლება მაშინ არ აბაზრებენ რომ ეს მიშას გაკეთებულია ჯერ კიდე არა მე ვლაპარაკობდი მე მაშინ ინფორმაცია ჟურნალისტებმა და მე ვთქვი სპეცსამსახურის გაკეთებულია ახო მიშა ყველაფერი ვიცი რასაც მოხდა მეთქი რეზიდენციის გამო სახლის გამო მე მაშინ დავაფიქსირე იმიტომ ვეღარაფერი ვეკნეს ვეღარაფერი რაღაც შეკერეს რაღაცა იმიტომ მე იმ მომენტში პირველი წუთშივე დავაფიქსირე ეს არის სპეცსამსახურის გაკეთებული ყველაფერი პარლამენტში რა ხდება ამ დროს ეს კოლეგების დამოკიდებულებაში რა შეიცვალა თქვენ დაკვირვებით არა ახლა რა გითხრა ახლა ბევრი კირიკიტაზე ვიცი კულისებში დადიოდა და ყველა საფრთხილე და აი თუ კარგად არ მოიქცეთ გელაშვილზე უარესი და დაგემართებათ ეგ ვიცი არა ახლა ჩვეულებრივ და თქვენი პარლამენტიდან გაგდების კამპანია როდის იწყება? სხვათა შორის ცოტა მე მგონი ცოტა მოგვიანებით იწყება ეს რამდენიმე თვის. მოგვიანებით იწყება, რაზე იწყება მოგვიანებით? ადამ კუსი იყო ჩამოსული. ვინ იყო ჩამოსული? ადამ კუსი, ლიტვის პრეზიდენტი. და სხვათა შორის ადამ კუს მე რომ მიშამ არ დამისრულა ყველაფერი ადამ იმ პიროვნების დამსახურება, იმან გააფრთხილა, მე ვიცი. ელჩმა მითხრა რა, პასლაუსკასმა. რომ ჩემ თვალწინავ გააფრთხილა მიშა რომ შეეხებიო არ გაპატიებო იცოდა ადამ კუს იდო ოჯახი ლიტვის მოქალაქეები არიან ლიტველები არიან და ვერ გაპატიებ იცოდა არ შეეხო ვალერის პირში უთხრა ადამ კუს თორემ მიშა მომკლავდა ჩვენ ხომ მოსისხლემტრები ვიყავით და ვართ მე მგონი თუმცა რო დაიჭირეს გამომიგზავნა ისინი დუმბაზები და ვიღაცები მე არაფერ შუაში ვარო მაგ თავდასხმაზე და მე ვთხარი ჩემ რა გინდათ მე რა პროკურორი ვარ მოსამართლე ვარ მიდი სახელმწიფოსთან მოილაპარაკეთ მე ჩემთვის საკმარისი ერთი წელიც რო დაგშადეს და ციხეში ხარ ეგეც კარგია ჩემთვის ჩემი ამბიცია მოვიკალე მე პრობლემა არ აქვს მოილაპარაკე იქამდე თუ შემეკითხებიან ხელის მოწერაზე მეთქი მოვითხოვ ჩემი ზარალის ანაზღაურებას მეთქი და კი ბატონო მეთქი რა ზარალი მომაყენე მიშა რამდენია ზიანას რამდენს ხოვთ მიშას ზარალის ანაზღაურებას ერთი გემჩენებელი რო დაუანგარიშო იქ წავა ანუ მიშამ ხო გამიკოტრა გემჩენებელი და ეს მერე ხდება ესა բայց თანამდებობად მივყვეთ ჯერ მოდი პარლამენტიდან თქვენ წამოსვლის პერიპეტიები მაინტერესებს და პერიპეტიები მაგ აი ადამ კუსი რო იყო ჩამოსული და ეზოში იყო მიღება ადამ კუსი მოიყვანა და დეპუტატები აქეთ ზიარ და მე კოლონასთან ვიყავი სათვალეები მეკითხა პატომეცო და აყოლდებული ვიყავი ასე კოლონასთან და უყურდი და მიშას მოყავს ჩემს კეპიტები მე მიყავდა რომ ჩემს კეპიტები მომიახლოვდა თუ არა 3 მეტრში დამინახა თუ არა და ასე შემოატრილა ავტოკასი დრესკა შემოატრილა წავიდა უკან ნუ და ალბათ იქიდან მიცა დავალებო რომ მაშინ ვიგწედი მისი რეაქცია რომ დამინახა და მე ეს კამპანია როგორ იწყება? კამპანია როგორ იწყება? მე ეს ვიცოდი. მე მგონი ვიღაცა მომიტანა რა ეს. რომ მერაბიშვილი იყო მოსული. და ბურჯანასთან მოლაპარაკებას, მაგ თემაზე. და ეს ინფორმაცია ჟურნალისტებმა მომიტანეს. და მე მგონი ერთ-ერთი თანამდებობისფერი ვინც მაგათთან უკვე კონფლიქტი შევიდა. არ მინდა რომ თქვა, შეიძლება სუსტი არ იყოს ალბათ. ვიცი რომ კრუაშვილმა უარი თქვა და ჩემ თავდასხმას. ჯობია მონახო თუ შრომავლებიო და მოველაპარაკოთ. რაც მიშას ეს არ აინტერესებდა. ვიცი კრუაშვილს პირველი კრუაშვილს დაავალ. რა კრუაშვილს უთხრა ეს თქვენი ფიზიკურად რო გაგსწორებოდნენ თუ პარლამენტიდან გაგდება? ფიზიკურად პირველი.
ოქროშინო ვარ უთხრა. ჯობია მონახოთ შრომოვალიო მოველაპარაკოთ ვალერას. ეგ არ გვინდა. ურჩია მე ოქროშინო სხვათაშორის. და ეს დაიწყო მან მომოვიდა ბურჯანაძესთან და დაიწყო სცენარის თამაში. ხო და მე ავლავის ბაზარი ვიყიდე. ხო და მან და სკოლა იყო, მან კვარტალში სკოლა იყო დანგრეული, ინგრევა რა. და ლომაია იყო მინისტრი. და ვილნიუსში იყო ჩემთან იქ ელჩებან წაიყვანეს ჩემთან სასტუმროში, რესტორანში იქ რაღაც შეხვდნენ ნორმალურად და ჩამოვიდა მადლობა გადამიხადა პარლამენტში ვალერას შენები დამხვდნენ პარლამენტ ვილნიუსში რაღაცა ისო და აი არაფერი მე სტომარს ყოველთვის ვხედავდი იქ ჩვენები რო ჩადე დელეგაცია ყოველთვის ჩემთან იყვნენ. ხო და მეთქი ავალ ამ მეგობრულად ურთიერთობა მქონდა და მივედი და მე ვთხარი ეს ბაზარი ვიყიდე კვარტალია ჩემო კომპანია მიყიდა მეთქი და სკოლა ინგრევა მეთქი რა ჩემი კომპანია ეგ კვარტალი გაკეთდეს მეთქი ხო მე ავაშენებ ამ სკოლას მე დაგიფინანსებთ მეთქი просто ჩემ ქონებას უფრო დიდი ფასი ეწეოდა მათემატიკურად გაიგე და მეთქი მე გავაკეთებ ამ სკოლას მეთქი просто ერთ იმაში კვარტალში რომ მოვაქციოთ ლამაზად და სკოლაც ლამაზი იქნება მეთქი ჩემი ქონებას უფრო მეტ საიწეს მეთქი და ფინანსების ჩადება მიმაწყობს მეთქი რა ხო და კაი ოფიციალური წერილი მოაწერეთ შენებსო და ჩემი ბიჭი მყავდა დირექტორად დანიშნული ისიც ვალერი გელაშვილი ხო და ჩემ მოაწერა ხელი და გამოგზავნეს ოფიციალური წერილი ლომაიასთან დააფიქსირა მე რო ვიყავი და ლომაია მოწმე ერთი მოწმე და ეს წერილი ვალერი გელაშვილი და ვალერი გელაშვილი მე ვთხარი ჩაიხედეთ მეთქი რა 1995 წელს დაბადებული ბავშვი აწერს მეთქი და მე ჩემი ხელმოწერა არ არის მეთქი და არავის არ ეცევის გოგოლიშვილი გაიტანა საპროცესო ანუ იდეაში თქვენი შვილის კომპანიამ მიწერა რაღაცა ეს ჩაკითხვა აქციონერი მე ვარ მაგრამ დირექტორი ჩემი ბიჭია და მართლში მე გადაცა ანუ გითხრას რომ იდეაში რადგანაცო შენ მოიწერე წერილი ესე იგი შენ ახორციელებ მის მართვასო და ისა რა ქვია ეს შეუთავსებელია პარლამენტის წევრის საქმიანობასთანო და ამიტომ პარლამენტთან უნდა გააგდოთ ეს არის სქემა ეს იყო მიზეზი და ბოლო ეგ და მაშინ ეს შეკითხვას დავსვამ ანუ თქვენ ხო მე მაგალითად ჯერა ის რომ ჩემი კოლეგები მათ შორის მეც რო ვიყავი პარლამენტის წევრი მანამდეც ხალხი ცხებიც ყველანი მონაწილეობდა სისულელე მგონია საკრძალვა თვითონ მაგრამ ყველანი მონაწილეობენ ზოგადად თავისი შინაარსით კომპანიების მართვაში და იმ დროს არ იყო სხვა ადამიანია თქვენ რო გეთქვათ აი მე რო კი მე დავებით ამას თან ჩემი შვილის ხელმოწერილზე მაგრამ აი ეს კაციც ხო ამას აკეთებს ესეთი ადამიანი არ ყოფილა მაშინ პარლამენტში დავიჯერო არაფერს ბიზნესი რესპუბლიკელები ლაპარაკობდნენ და უფიქსირებდნენ იქ ბევრი იყო ახლა გვარსხვარდავა ბევრთან ახლო ურთიერთობა ახლა ვერ ვიტყვი გვარის საქმე პარლამენტში უნდა და ბიზნეს საქმიანობდნენ და დიდი ბიზნესმენები გახდნენ ბოლოს მაგრამ მე გვარსასახლეს ვერ ვიტყვი მაგრამ ვის რა შეინტერესებდა გოგოლიშვილი ანუ მტკიცებულებად პარლამენტთან გამოდების იყო წერილს თქვენც არა წერთ ხეს თქვენი შვილია წერს კი არა და იმ კვირას როცა მე ეს ინფორმაცია მივიღე მიფრინავდით ჩერეზმენა ვილნიუსში მიდიოდი და ბურჯანაძე მოფრინავდა ვენაში და უთხარი ნინო რაღაცას ამზადებენ ჩემს წინააღმდეგი მეთქი საქმის კურსში გააყენებ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე იცოდე მეთქი ჩემს წინააღმდეგ რაღაცა მზადება მეთქი გავაფრთხილე ეს ინფორმაცია ხომ და რომ იყო მერაბიში და რაღაცა ჩემს მიმართ იმზადება და გაფრთხილეთ მეთქი საქმის კურსში გაყენეთ მეთქი აუ მე მობრუნდები ჩავალო და მე მაგათ ვაჩვენებ რას აპირებენ მოთხარი იცოდეთ მეთქი რა ვიცოდე თვითონაც გამოიტანა ეს სესიაზე კენჭის აღარ მიყარეს კენჭი და ისე ვინმე იყო ისეთი ვისგანაც არ ელოდით და თქვენს წინააღმდეგ აღმოჩნდა და პირიქით ელოდით და წინაკვირას იყო ორი დეპუტატი ვილნიუსში წამოვედით ჩერეზმენა რესტორანი რაღაც მეგობრობა ძმობა ისა და პირველმა მათმენს მისწვა მაგრამ ადამიანებმა რომელიც ნაცმოძრაობები იყვნენ და დღესაც იქ არიან გიგი წერეთელი გია ბარამიძე ჩემთან ვილნიუსში პირველ მეგობრობდით აიღეს და დათო ბეჟუაშვილი ბარათები აიღეს და ვალერა ჩვენი მეგობარია და გამოვიდნენ ხმარმიცეს. ვერავინ ვერაფერი ვერ უთხრა. ვერც გია ბარამიძეს, ვერც გიგი წერეთელს და ვერც ბეჟოშს. ვერავინ ვერაფერი უთხრა. იდო მეგობრობდნენ და სწორა მოიქცნენ. მე რო ჩამოვედი, მე შევხვდი და მადლობა უთხარი, ახლა ურთიერთობები არ ამქონდა, მაგრამ გიგისაც და იმას მე უთხარი მადლობა ბიჭო მეთქი. თქვენი კაცურიდან ბიჭისა და რა ჩვენ არ ვიცით რა უნდა გავკეთებინა ვალერა. ჩვენ მითითება არ გვინდა.
ესეთი იყო შედევრი. მე როგორ გაგრძელდა თქვენი ბიზნესები და საქმიანობა საქართველოს? მე რომ ჩამოხვალ დაგიჭერთ. აი ეს ასეთი ტიპის მუხარის შემოთვლა როგორ ხდება და იქნება ვიღაცამ თქვას რომ აი ვიღაცამ ვალერის შეიძლება და ჩერეს შინაურები გეტო ნახავი ვიღაცას ვინც გემუქრებიან დაჭერას. ჩავედი ზაფხულის თვეები იყო მეთქე გავჩედები ვინ ზაფხულის თვეები და просто მე რომ მოვიდა ხელში სექტემბრის პირველ დღეები მეთქარი მიფრინა მეთქი და დაუძახე ცენტრალურ ტელევიზიას იქ ვინცა კრიმინალურისა გადაცემა არის. მეთქარი წამოვიდეთ საქართველოში დაგაფინანსებთ მეთქი. თუ დამიჭერეთ გამოგიგოთ პროგრამა მეთქი თუ არა გაიგულავებ მეთქი. ცენტრალურ ლიტოვას გაზეთის ერთი ჟურნალისტის წამოვიყვან მე წამოვიდეთ მეთქი რა. წამოვიდეთ მე დამიჭერენ გექნებათ მასალა მეთქი და თუ არ დამიჭერე რა გიყოთ ახლა. და ჩემი ბიჭიც გამოვა და რო შემოვედი ჩერეზვიპით შემოვედით და ჩემი ბიჭის პასპორტი ახლა ლიტვური პასპორტი და ჩემი და ის მესაზღვრეს ქალბატონი იყო და ორი ვალერი კილაშვილი ჩამოფრიდა რა ვქნათო. გამეცინა. გამოვედით მერე და მეთქი და რეზიდენციაზე ავედით გადავიღეთ ჩემი სახლი ხო იყო მეორე. კიდევ ვაშენებდი და. მეთქი დამიჭერე დაგერავო მეთქი რა. ვერავინ. და თქვენი ბიზნესები ამ დროს რა შვება საქართველოში? ნუ რაღაც მუშაობდი, მაგრამ ბლოკირებული იყო. იმ მომენტში მე ერთადერთი მოვიგე პროგრედის ცენტრალურ შენობა რო არის. მაგით ჩემი აშენებული, მაშინ მოვიგე ტენდერი და იმას ვაშენებდი. მეც ვერაფერს ვაღარ ვაკეთებ. იმას ვაშენებდი. ხელი ვერ შემეშალეს. არა თქვენ მითხარით რომ რაღაცა ქარხანა თევზი იყო თუ არ ვიცი რა მითხარით. ჩვენ ხო გემჩენებელი სხვა თემა არის. გემჩენებელი როცა მე ვიყიდე აქციები 2004 წელს 50% აქციები ვიყიდე 6 მილიონი დოლარი გადავიხადე. კახა გიგოაშვილისგან ინტელექტ ბანკი. ხო ჩვენ დავიწყეთ ჰოლანდიურ კომპანიასთან ხელშეკრულება ქონდა შავი კარკასები უნდა აგვეწყო 95 მეტრიანი გემები. და ჩვენ საბერძნეთიდან ჩამოვიყვანეთ სპეციალისტები და ხალხის ისა გვესწავლა რა შედუღებები ისინი და დავიწყეთ უკვე მოძრაობა და მთელი ქართლის ისა უკვე რეკონსტრუქციები დავიწყეთ ისა ყველაფერი და უნდა დაგვეწყო უკვე ჩვენ რა შავი კარკასების და უკვე ხელშეკრულება 8 წელი გემი უნდა გვეწყო წელიწადში პირველი შეკვეთა ქონა. ანდრეს მისა შემოარდა იქ ერთჯერ ის გადაცემაც არის გემით მიფინავს და ეს ხარხანა ბანდიტ ვალერი გილაშვილის არის განცხადება გააკეთა ტელევიზორში. შემოარდა ნიკა დაიწყეს ისა და მე ვთხარი წაიღეთ ჩემი აქციები პრობლემა არა მეთქი. და ამათა 2 მილიონი მიატაინე ჩემ პარტნიორებს. მოკლედ მე არაფერს არ ვიხდი მეთქი და თავი დამანებეთ. დაიჭირეს ესენი თუ არა დაიბარეს და 2 მილიონი მოიტანოთ. მიატაინეს. მე არ გადავიქდი მეთქი. ეს ფული ოფიციალურად ბიუჯეტში შედიოდა საბმე თუ ხელზე? მე მგონი რაღაც ხონებებით მიცეს მაგათ ბაკურიანში რაც ის იყო კოხტაგორასთან სასტუმრო იყო ის გადასცეს და რაღაცები გადაუწერს. მე არაფერი და მე ესენი დამიწყეს რომ შენ გამო პრობლემები გვაქვს ისა გვაქვს და აქციები გადმოგვიწერე მოვხიდე ვერ ვმუშაობთ და გადაუწერე ბაღდავაძე იყო მეორე პარტნიორი ჩემოვიყვანეთ და დემური და 6 მილიონად გადაუწერე 3 წელიწადში უნდა გადაიხადა ეს ფული და მე ამან კაცმაც გადამაგდო მე სასამართლოში სადარ ვიჩილე და ბოლოს მაინც ამათმა გაუправეს ყველაფერი რა და უზენაესამდე წავაგე ეს საქმე ყველაფერი პროკურატურაში შევიტანე 330 გვერდიანი საქმე აქვს შეტანილი. ყველა მიცის ეს საქმე. ბიუჯეტი ვერ გადაღეთის ვალერა ამ ფულს. იმიტომ 20 მილიონამდე ხელშეკრულება გამომდინარე. რაც ხელშეკრულება მქონდა ხო? ამდენი წელი გავიდა. 20 მილიონს დააღწია და უკვე ზარავე ჩემი, მე რაც მომაყენა. მიშა. ეს დასაბუთებულმა ყველაფერი მიდეს. საქმე შემოდეს თაროზია და იმ დროს იმას კომისიაზეც ხო თქვი. დავაფიქსირე კომისიაზეც. და ის გამორჩა რომ მოყვებოდი სახლის ფული გადაგიხადეს საბოლოოდ. სახლის ფული მე რომ თავდასხმით გადამიხადეს და 250,000 ლარი სიმბოლურად დაიტოვეს და იმაზე სასამართლოში მატარეს. და ისიც აღარ გადამიხადეს. მას შემდეგ რაც იმ პარლამენტიდან გახვედით არ წასულა მე არ ვიყავი ბიზნესში ვიყავ. საქართველოში ყავით? არ ვიყავს.
და თქვენთვის რამდენად შესაძლებელი იყო საქართველოში იმ დროს ბიზნესის მონგებიანად კეთება? ან რაში გიშლიდნენ ხელს და რაში ვერ შეგიშალეს, ესე რომ ვთქვათ. არა, ხელი ახლა ან რაღაც შერიგება ხო არ მომხდარა თქვენი მაშინ? არა, არაფერი პირიქით საფინანსო პოლიცია შემოვიდა 2007 წელიწადი იყო მეორე სახლის გამო რა. და თავისუფლების მომენტაზე იყო ჩემი შენობა იქ რაღაც პირველი სართული. ხო და შემოვიდა საფინანსო პოლიცია, კომპიუტერები წაიღეს ყველაფერი და გავიდა ნახევარი წელიწადი პასუხი არაფერი და მე შევუთვალე რა. ქალაქში ათვანსა და რა უნდა თმეთი ჩემ გაბოლობო მეთქი. რა უნდა თმეთი რა. და ის მაკაცარა იყო ვიღაც ადმინისტრაციის ქალაქისა ის შემხვდა და შეხვდებიანო და მაშინ ის იყო რა გვარი იყო. გვარი აღარ მახსოვს. მარეგულირების ის იყო. ის შენ ამერიკა შემხვდა. შენი სახლი უნდა თუ და თავისუფლების მომენტაზე მაღაზიები იყო ჩემი პირველი სახლი დაბლა და ეგ უნდა თუ. უნდა თვის. სახელმწიფოს. ეს მიშას და თქვენი გემოვნება ერთმანეთს ემთხვეოდა სახლებში თუ რატო გიწევდათ? რა ვიცი, ალბათ მიშას გემოვნება უფრო ეთხოვდა ჩემ გემოვნებას, თორე მიშას გემოვნება ღმერთმა დავიფაროს. და მე ვთხარი კი მე სახლზე ახლა მეც ერთი-ორჯერ ავედი და რეზიდენციას უყურებდი ეზოში და მეც შინაგან ვთქვი რომ არასწორი იქნება რა. ახლა ხო იცი სადაც შეგიძლია გაჭედო და სადაც შეგიძლია არ გაჭედო. და მე ვთხარი პრობლემა არ არის ბიზნესია მეთქი და ყველაფერი. სახლი 3 მილიონი მეთქი. და ის თავისუფლების მომენტად ციხედება 5 მილიონი მეთქი. პრობლემა არ არის მეთქი. წამოვიდა ალტერნატივა წინადადება 2 მილიონი სახლი, 3 მილიონი თავისუფლება. მოდი სახლს მოგცეთ მეთქი 2 მილიონში და თავისუფლებას არ მოგცეთ მეთქი. ჩემი ადვოკატი იყო ზაქარია კუცნაშვილი მაგ მომენტში და კელა ჩადუნელი იყო ჩემი აუდიტი, ვინც ახლა კომპანია აქვს დიდი. და ეგენი საქართველოს ბანკში ცენტრში იქ შევხვდით. იქ მოხდა ყველაფრის გადაწერა და იქიდან მოხდა 2 მილიონის ჩარიცხვა ვილნიუსში. 1 საათში იჯდა ვილნიუსში ანგარიშის წესთან. 2 მილიონი დოლარი. და მივეცი სახლი. და მე მომწეს იქ მომატაინე პროკურატორიდან საბუთები საფინანსო პოლიციაზე რომ ჩემ კომპანიას დარღვევები არ აქვს და ყველაფერი კარგი იქ მომატაინე ეს საბუთი. და იქ მოიტანეთ ყველაფერი. თორე ხელს არ მოვაწერეთ. იქ მომატაინე ყველაფერი და მოვაწერეთ და აბა ზაქარია ნახე მეთქი ხო ნორმალურსა და იურიდიულ საბუთია კი ხო. და მოვაწერე ხელი გადაუწერე სახლი. მე ხელმეორედ პოლიტიკაში მოbrunება როდის და რატო გადაწყვიტეთ? თუ არც წასულხართ პოლიტიკიდან? არ წასულა. მე რესპუბლიკელებთან ვიყავი, მე ოფისი ვაფინანსებდი რესპუბლიკელებს და საპარლამენტო არჩევნების 2008-ში მე სიაში ვეწერე და მე მარტო იმ არჩევნებში $1 მილიონი მე მოვიტანე რესპუბლიკას მოვუტანე იმ საპარლამენტო არჩევნებში რომ მაგრამ იქ მეგონი რესპუბლიკური პარტია ვერ გადალახა ბარიერი. ვერ გადალახა, არ გადალახა, ზითო მე ვიყავი. და თქვენ მაგალითად იმ არჩევნებშიც მონაწილეობდით, მათ შორის ხაშურში, ხო როგორც ხვდები? არა, მაჟორიტარად არ ვიყავი. სიაში ვიყავი. ხო და ის იმ არჩევნებზე ბევრი რამეა ნათქვამი, ზოგი ძახის გაყავდაო, ასეო, ისეო. თბილისში ყოველ შემთხვევაში ბევრად უფრო მეტი და მაღალი ხარისხის ეჭვები არსებობდა, რომ თბილისში რაღაც არასწორი მოხდა, მაგრამ თქვენ იმ დამკვირვებელი ხართ, მეც დამკვირვებელი ვიყავი, უბრალოდ მახსოვს იმ პერიოდის პოლიტიკოსი არ ვიყავი. ხაშურში ვიცი რომ ყველა დაიბარეს, ვინც იყო კანდიდატები და ყველას უარი თქვა იმას. რაზე? არჩევნებს. ანუ კანდიდატები თქვენი კანდიდატები? თუ სხვა ოპოზიციის ზოგადად? ჩვენ დავაყენეთ ერთი გოგონა და იყო, მაგრამ ვერ არ ამუშაობდა რა. თუ თავიანთი კანდიდატი გაიყვანეს მიშა. გაყალბებაში მიშა და გოგოლიშვილი პროფესიონალები. ვინაჯობებდა მაგათ. ფიქრობთ რომ 2008 წლის არჩევნები გაყალბდა თქვენ ესე ფიქრობთ ანუ როგორც მონაწილე? კი. და რა იყო მაშინდელი გაყალბების მეთოდი? მაშინ კაროსელი მოძრაობდა. შემდეგი თქვენი პოლიტიკაში ნაბიჯი უკვე ბიზნესმენიშვილთან ერთად არის. მე 99 წლიდან მაინც ხო ჩამოვედი ხო უყურებდი სიტუაციას ვითარებას. მაშინ ბიზნეს მაშინ გამოჩნდა საქართველოს არის. ბიზნეს 90-იან წლებიდან ბოლოდან უკვე პოლიტიკაში მოსვლა უნდა. ვიცი რომ უნდა. მესმოდა რაღაცები.
საიდან გესმოდათ ეგეთი ინფორმაცია? ინფორმაცია დადის ჰაერში მოძრაობს. ხო და მაგრამ მაშინ შევარდნაძეს ყავდა გაფრთხილებული. ჩემ შემდეგ კიო, ჩემამდე არა. მაგრამ შევარდნაძე გადააგდო. მიშა მოიყვანა თავის უარესი ფსიქოლოგიურად, რომ თავისი ის იმიჯი შეენარჩუნებინა შემდეგში, რომ ისახსოვს. მიშა შემდეგ საერთოდ დაავიწყდეს შევარდნაძე ვისახსოვდა. ისეთი რაღაცები ჩაიდინა ამ კაცმა, რომ შევარდნაძე ვიღას ახსოვდა. მე ბიძინამაშვილს თქვენ დაუკავშირდით თუ თვითონ დაკავშირდათ? არაფერი 12-ში არჩევნების დასაწყისში მე დამიკავშირდა გელა ხვედელიძეს ვიცნობდი, დიდი ხანი ვიცნობდი, იმიტომ ჩემი მეგობრის თანამშრომელი იყო და მაშინ 2004-ში ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მაშინ მოადგილეთ ხო არ ვწდები? ეს იყო მაშინ იყო ჩემი მეგობარი იყო კენჭაძის მოადგილე იყო ისა უშრობაში ანტიტერორისტული იყო და მაშინ გელა ხვედელიძე, ლორდ ქიფანიძე ესენი იყვნენ ამის თანამშრომლები იყვნენ. და 99-ში მე დავყრობოდნენ გელა და ვიცნობდი ახლოს გელას. და უკვე ამ 2012 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო თუ რაღაცას არ ხსოვს? სად იყვნენ გელამ დამირეკა რომ ბიძინასგან წამოვიდა წინადადება, მაგრამ უფრო დათოსაც უთხრას უსუფაშვილს. და უსუფაშვილს შეხვდა და ბიძინამ უთხრა რომ ვალერა ქართულ ოცნებაში გადმოვა და იქიდან იყრის კენჭა. ბიძინას პირობა ეგრეთ იყო. რესპუბლიკელიდან არ მომეყარა კენჭა. როგორც რესპუბლიკელი არ დარჩენა, უნდა ყოფილიყო ქართულ ოცნების წევრი. და ეს 2012-ში ხო რესპუბლიკელებიც იყვნენ? კი, მაგრამ ბიძინას ესეთი იყო, ბიძე დათოს ელაპარაკა. დათომ უთხრა მე 2009-დან ისედაც წამოსულიყავი რესპუბლიკა. ისედაც არ არის რესპუბლიკელი წავიდა ვალერა, ამიტომ თავისუფალიო და ამიტომ პრობლემა არ არის. და 2012 წლის საარჩევნო კამპანია როგორი იყო ხაშურში? მახსოვს რომ არჩევნებზე ბევრი ამბავი დატრიალდა ხაშურში ხალხი იქ ეგ სხვა თეორია, ეგ სხვა მეორე ხარია. 2012 წელი დაგეგმილი იყო ჩემი ლიკვიდაცია 12-ში. დაგეგმილი სად? არჩევნები რო არ წასულიყო ისე, რაც შეთანხმება იყო. იქიდან ვიყავი რუსეთიდან გამზადებული FSB ერეოდა და ჩემი ხდება ლიკვიდაცია. ეგ რას ნიშნავს? რა ფორმულით ხდება ეს? ერთ პოლიკლინიკაში იქ მოხდა დიდი შეტაკება. ხაშურში. სადაც მე იარაღით შევარდი. სცენარი დალაგებული იყო უკვე. მაგრამ როგორ დამთავრდებოდა, ხო არ იცოდა რა სიტუაცია იქნებოდა საღამო საათებში. მიშა დათმობდა არჩევნებს თუ არ დათმობდა. იმიტომ 2012 წლის არჩევნები 2 წლით ადრე უკვე შეთანხმებული იყო რუსებსა და ამერიკელების შორის. ეს ვიცი 100%-ზე ზედმოთვეს. რომ არჩევნების წესით უნდა წასულიყო მიშა, თორემ მიშა არ წავიდოდა. ამას ეს ვიცი 100%. შეთანხმებული იყო. შეთანხმებული რას ნიშნავს? აი რა დონეზე ხდება ასე? არჩევნების წესით უნდა წასულიყო მიშა. არა რევოლუციის გზით. ნუ ახლა ეს ასე მოხდა და ჩვენ შეიძლება ვთქვათ რომ შეთანხმებული იყო ან არ იყო, მაგრამ შეთანხმების დამადასტურებელი ნაწარმოები არსებობს. მე უფრო ადრე ვიცოდი, ვიდრე არჩევნები მოვიდოდა. საფუძველი მაქვს. ხო და თქვენ რატო ფიქრობთ რომ თქვენი მკვლელობა იგეგმებოდა და ვის აწყობდა თქვენი მკვლელობა, ვისი ხელით უნდა მომხდარიყო და ვის უნდა დაბრალებოდა? მოდი მაშინ ესე ვთქვათ. უნდა მოხდებოდარიყო FSB-ს ხელით და დაბრალებოდა მიშას. და თქვენ საიდან გაქვთ ამის შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომელსაც დაიჯერებთ? შეწყაროს ვერ ვიტყვი. ჩემი ქალიშვილი გათხოვილია მოსკოვში. და ჩემი მძახალი იყო ციტოს მთავარი ექიმი, პროფესორი, ერთ-ერთი განყოფილის უფროსი. მისი საძმაკაცო ყველა თანამდებობებზე სტრუქტურებში და იქიდან ვიცი. მე როცა 12-ში მოხდა ის რაც იქ მოხდა პროვოცირებები, ჩემმა დაცვამ მითხრა, რომ ვალერა რაღაც ამზადდება ოპერაციაო, რაც შენს მიმართ იქნება ესო. იმიტომ მე იარაღი დავდიოდი, ჰამერი დავრბოდი, სპეცნაზ დავდებდი ღიად. ღია ომი მქონდა.
და იქ ისე მოაწყეს რომ მე შევარდი. მასკიანები იყვნენ, რომელიც იარაღით იდგნენ რომ ვიაშკები რო გაიტაცეს. იქ დალაგებული რა ყოფილიყო უკვე მიშას წაგება აღიარებული ქონდა. მიშას წაგება აღიარებული რუსი მე ხო აღიარო წავაგე. მე ჩემი ლიკვიდაცია მოხდებოდა და დამთავრებული. მე არ დაჭირდათ ანუ არ დაჭირდა, თორე რო დაჭირებოდა, იმიტომ მიშა აღიარა არჩევნები. რო წააგ. რო არ აღიარებინა დამთავრებული იყო ჩემი ლიკვიდაცია. თქვენ ეს post factum გაიგეთ თუ ეს ინფორმაცია ხო ვიცოდე, მე პასუხობელ პირს შევხვდი მე. ჩემთან იყო ვინმე ჩამოსული იმათი ის მე არ მეშე არც მალავამას და სუფრაზე ვიჯექი და დავალეინე კარგად და აბარაგი გონა. დანით გავეკიდო მომეკლა. რა შეიცვალა 2000 მიშას არჩევნების წაგების შემდეგ? მოახერხეთ თქვათ იმ წართმეულის დაბრუნება ან არაფერი. წართმეული არაფერი არ მიიღია. მიშას დროს იძულებული ყავი ვილნიუსში სასტუმროს დავკარგე, გავყიდე, იმიტომ ვეღარ შევინახე. იმიტომ ჩემი მქონებები რო ვერ დავიბე, იმიტომ მე ბლოკირებული ვიყავ 2012-ში უკვე ისე ვიყავ ფინანსურად გაჭედილი, ძალიან მომიწია თავისუფლების მოდის მაღაზიების გაყიდვა, რომ ჩემი ფინანსური სიტუაცია გამესწორებინა. პირიქით მიშამ რა ჯარემა გამომიწერა, ნახევარი მაპატიას, ნახევარი მიმატანიეს ქონებით. ბოლოსკენ რო წავიდეთ, ამ 9 წლის განმავლობაში, მიშას პერიოდის 9 წლის განმავლობაში, ნაცნობ მმართველობის დროს, რა არის ისეთი, რასაც თქვენ დადებითად შეაფასებდით, აი ყველაზე დადებითად და რა არის ისესაც ყველაზე უარყოფითად შეაფასებდით? მე დადებითად შევაფასებდი პოლიციის მუშაობას, რაც ქუჩაში იგრძნობა და ყველგან იგრძნობოდა. რომ მოწესრიგებულობა მით უმეტეს იმ პერიოდში даже პოლიციელებიც პატრიოტებდნენ და პირიქით სხვანაირად მეყარებოდნენ. და არაფერი არ მიგრძნია ისეთი რაღაც. და უარყოფითი? უარყოფითი მაღალი ელიტარული პოლიტიკური წრის ქვეყნის მართვა. ჩვენია, ჩვენა ვართ ხელისუფლებაში და როგორც კიდე ისე მართათ ამ ქვეყანას. აი ეს. და რა იყო ის, რაც ყველაზე მიუღებელი იყო მათ მიერ, როგორც გვინდა ისევ მართავში? როგორ შეიძლება ამის თქმაზე არის უკვე. მაგას ხო ყველა ხელისუფლება ამბობს ამ ქვეყანაში. მე ავიღე ამდენი პროცენტი, ამიტომ მე რასაც ამ მე კარგია ეს ყველაფერი. რა არის ისეთი, რომელიც დღევანდელ გადაცემაში საინტერესო იქნებოდა, მაგრამ მე გამომრჩა კითხვის დასმა და მიშას პერიოდის გასაგებად მომავალთაობას უფრო მეტად დაეხმარა. აი დღესაც რომ მიშას პლაკატებს ატარებდა ტირიან, ხო? ესა უფრო ავადმყოფობას აკავს რა. ავადმყოფი კაცი იყო. იმას გურნალობა უნდა. როგორ შეიძლება მიშას ისა მიშას ვილნიუსში დაუდგინეს მანიაკური შიზოფრენია. როგორ შეიძლება მანიაკური შიზოფრენიის მატარებელ ადამიანს ქვეყანა მართოს? ეს ამ ელემენტარული ის ხო უნდა ქონდეთ ვიღაცას აზრი. რომ ქადაგებენ მიშა. კი მიშა სადგილი ციხეში, ან საგიჟეთში. მაინც ვერ აპატიეთ როგორც ჩანს რაღაცეები. არა, პატიებულია ჩემთვის თუ ვინა დღესვე გამოუშვათ, მაგრამ არც მიშას იმეშინი, არც მიშასნაირების. 10 მიშასნაირო მოიდეს არჩევნებში და არც შევშინდები აღასდროს. თორე ამ არჩევნებშიც ყველას დავანახე, რომ მე არავის არ მეშინი. თავისუფალი ვარ და დელეგატური ვიყავ. ჩერეშურ დელეგატური. თორე მიშა როგორ შეიძლება ქვეყანა ჩაუგდო ისეთ ადამიანს, ვინც ყველა მიცოდა. მაგრამ მის გარემოცას აწყობდა. იმიტომ გიშა როგორ ჩაგვირებ ისე გაიქცევა. აი თქვენ დღევანდელი გადმოსახედიდან პირობითად ვარდების რევოლუციას უფრო დადებით მომენტად შეაფასებდით თუ უფრო უარყოფითად თუ საშუალოდ? ნუ ყველა ცვლილება ყველა დადებითია. არა, ყველა ცვლილება ვერ იქნება დადებითი. ნუ რაღაცნაირად მაინც ახალ რაღაცას ვსწავლობთ. არა ხო, მაგრამ შეიძლება გადავარდე კლდიდან და კარგი ვერ იქნება. დაწყებული მე ახლა შევარდნას პიროს შევებარე, ხო? არც ერთი მართველი ვერ იყო ისეთი, როგორც საჭირო. რაც ქვეყანას უნდა. ერთსათი. ყველა უკუღმა მართა ქვეს ქვეყანა. როცა
შეეძლოთ ემართათ მით უმეტეს შევარდნას ქონდა იმის საშუალება და ავტორიტეტი რომ ქვეყანა ფეხზე დაეყენებინა თავის ოჯახსაც ეშონა ფული და ქვეყანას ფეხზე დაეყენებინა მადლობა საინტერესო საუბრისთვის. არათევს გისურვებთ.